შემოგვიერთდა გიორგი, რამდენიმე წამში უკვე ჩაირთვება. გამარჯობა გიორგი. გაუმარჯოს კახი. გაუმარჯოს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. გიორგი, საინტერესო კვირა გქონდა. კი, კარგად ისმის, კარგად. საკმაოდ ისეთი ცოტა გვიან ჩავთი სტრიმი და აქტივობა ეხლა იზრდება, მაგრამ საკმაოდ მზარდია, რასაც უყურებ. მადლობა სიდო საჩუქრებისთვის, შაკო შენც დიდი მადლობა. გიორგი, ძალიან ისეთი კვირა იყო, საინტერესოა. ჩემთვის მაგალითად მართლა მოულოდნელი იყო, ანუ ძირითადად როგორ არის ხოლმე. ვაკეთებთ რაღაცა ანალიზებს, მოდებით რაღაცა მოვლენებს, პლუს მინუს ვიცით რა უნდა მოხდეს და შემდეგ ვაფასებთ ხოლმე. მაგრამ ეს ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა რა მხრივ, ანუ ესეთი საუბარის სტილი რო იქნებოდა, მე ვიცოდი, ოღონდ იქნებოდა კულისებში. აი ცოტა ისეთი, რომ თავის ადგილზე დასმის პოლიტიკა, მაგრამ აი ეს პირდაპირ ეთერში ესეთი ამბები ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ არ მინახავს აქამდე. და აი რა ამას თავისი მიზეზი ხო არ ქონდა, როგორ ფიქრობ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდარიყო ის რატო? არა მგონია, სინამდვილეში რა ნახეთ ახლა ჩვენ რა ვიხილეთ ამ დღეებში. სინამდვილეში ყოველთვის ასე იყო, საერთაშორისო ურთიერთობები ყოველთვის ასეთი ფორმით ხორციელდებოდა, ყოველთვის ასე ხდებოდა მითითებები, მით უმეტეს ძლიერი სახელმწიფოების წარმოადგენლების მხრიდან სუსტების მიმართ, მით უმეტეს ეს სუსტი თუ კლიენტი სახელმწიფოა. უბრალოდ ეს ყველაფერი იყო დაფარული, ეს ყველაფერი იყო კულისებს მიღმა. ამ კულისებში რა ხდებოდა, ამას ვერავინ ვერ ხედავდა და კულისებში რაც არ უნდა იქ მძიმე საუბარი მომხდარიყო, ყველა გარკვეულწილად იცავდა ამ კონსტრუქციული ფორმით მერე აგზელებდნენ ურთიერთობას თუნდაც მედიასთან და იქ რაც ხარე დისკუსიები იყო, ვინ ვის უყვირა, ვინ ვის რა შეურაცხყოფა მიაყენა, ეს ფართო საზოგადოებამდე არ იყო ეს ინფორმაცია მიწოდებული, მაგრამ ტრამპი არ არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი. ანუ ტრამპს არ აქვს პოლიტიკური ბექგრაუნდი. აი როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე ამერიკაში, აი თუნდაც ახლა წინა პრეზიდენტი რო ავიღოთ ჯო ბაიდენი, ის კაცო დაახლოებით 50 წელია რაც აქტიურ პოლიტიკურ პროცესებშია. ხო, ის სენატორი იყო არაერთხელ, კონგრესში იყო, ვიცე-პრეზიდენტი იყო, სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და ბოლოს პრეზიდენტიც გახდა. ნუ რანაირი პრეზიდენტი იყო, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია გახდა. ამიტომ არსებობს გარკვეული გამოცდილებაც. ტრამპი საიდან მოვიდა? ტრამპი მოვიდა ბიზნესიდან. ტრამპი იყო შოუმენი, დეველოპერი, ხო, ანუ აი ყველაფერში იყო გარეული და ეს ადამიანი ეგრევე მოხდა თეთრი სახლის პრეზიდენტის სავარძელში. და რანაირი ფორმითაც ის მიჩვეული იყო აი საქმის თვალსაზრისით, აი ეგ გამოცდილება გადმოიტანა პოლიტიკაში, სხვათა შორის 10 წლის წინ მაქვს ტრამპის წიგნი წაკითხული, მაშინ პრეზიდენტი არაფერი არ იყო, უბრალოდ რაღაც შემთხვევით აღმოვაჩინეთ, მაინტერესებდა. თვითონაც არ ეგონა რომ პრეზიდენტი. ო, წიგს ერქვა, გეტყვი, შეთანხმების დადების ხელოვნება. ნუ აი სტანდარტული, ხო იცი, წარმატებული ბიზნესმენები რომ მე რაღაც თავის ავტომემუარებს და იმებს ბიოგრაფიებს რო წერენ და იმ ჭრილში აი რა მაგარი ბიზნესმენები არიან, როგორ უნდა დადო გარიგება. ხო და ნუ აი ეს მან და აღწერს, რომ აი პირდაპირ უნდა უთხრა ადამიანს თვალებში, აი უნდა აი შენ რა უპირატესობა გაქვს, იმას რა უპირატესობა აქვს, აი ყველა დეტალი უნდა გაიარო. და აი ზუსტად ეგ ვიხილეთ თეთრ სახში, როდესაც ზელენსკის ეუბნებოდა, რომ შენ ცუდი სასტარტო მდგომარეობა გაქვს, შენ ცუდი კარტები გაქვს, სუსტი კარტები გაქვს. ხო, ანუ ეგ აი სულთა ბიზნესმენური ბიზნესმენური მიდგომით უყურებდა ამ პროცესებს. შესაბამისად, მე არ ამგონი ეგ დადგმული ყოფილიყო, მან არ ჩანდა, რომ ეს დადგმული იყო
ყველაფერი მომზადებული იყო იმისთვის, რომ ხელი მოეწერათ იმ შეთანხმებისთვის, ამ უკრაინის ტერიტორიაზე მინერალების და იშვიათი მეტალების აი ამ ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. და რაღაცა თვალსაზრისით ობიექტურობისთვის რომ ითქვას ზელენსკიმ დაუშვა იქ ერთი შეცდომა. ხო, აი მინდოდა ზელენსკიმ გამოიწვია ცოტა რა, რაღაც მომენტში ისედაც ზელენსკი არავის არ ეხატებოდა მან გულზე, ცნობილია რომ ტრამპის გუნდს ზელენსკი არ უყვარს, იმიტომ რომ ზელენსკის ისინი აღიქვავენ როგორც აი წინა ხელისუფლების, აი დემოკრატების პროქსი ძალად. სხვადასხვა ვენს მე წამოწდა რომ შენ რო აქ ჩამოხვედიო. ხო, იმათი მხარის წინა საარჩევნო კამპანიაში რო იღებდიო მონაწილეობას პენსილვანიაში. ანუ რაშუაში იყო თუ მაქსაკიდან დაკავშირებით, ხო, მაგრამ ეგ იმდენად მათთვის იმდენად აწუხებთ ეგ საკითხი, რომ ეგ ვერ შეინახეს ეგ და ეგეც დაუფიქსირეს მის მიმართ ეგ დამოკიდებულება. ანუ ზელენსკის ისინი აღიქვავენ და უკრაინას როგორც დემოკრატიული პარტიის პროქსი ძალა. ანუ დემოკრატიული ანუ ამერიკის, გლობალისტური ამერიკის კლიენტი სახელმწიფო, რომელთანაც არ უნდა კონდეთ კაი ურთიერთობა, იმიტომ რომ ყოველთვის იმათკენ აი ვინც ტრამპს ესროლა იმათი შექმნილია უკრაინა და ზელენსკი. ეგრე უყურებენ ტრამპის მხარე. შესაბამისად, ისედაც არ ეხატებოდათ ხა ზელენსკი. არაერთი შეურაცხყოფა მიუყენებია ტრამპს, ხო? ბოლოს დიქტატორი უწოდა საერთოდ. და მაგრამ აი ამ მანდ შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით. ეს უთა არ ვიცი, რით იყო განპირობებული ეს შეცდომა უბრალოდ როგორც პოლიტიკოსი ხო მაინც გამოუცდელია ხა ან ჩანდა აშკარად რომ შედარებით დაბალ შეიძლება ენის ბარიერის პრობლემა იყო შეიძლება მაგრამ ცხადი ხა ეგ არ ამართლებს მეორე მხარეს ეგ შეეძლოთ სხვანაირად եպასუხა და იმ საქვეყნოთ ასე საჯაროდ პირდაპირ ეთერში არ დაემცირებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ეგეც ობიექტურობისთვის უნდა ითქვას მაგრამ აი რომ დავაკვირდეთ მაგ კადრებს დაახლოებით ეგ პრესკონფერენცია მიმდინარეობდა 50 წუთი და ბოლოსკენ მოხდა ეგ პოლემიკა ბოლო 10 წუთი იყო ეს დაპირისპირება მანამდე ჩვეულებრივად სტანდარტულად მიმდინარეობდა საუბარი და ზელენსკი საერთოდ რაზე ჩავიდა მან და ზელენსკი ხო უბრალოდ იქ შესახვედრად და რაღაც თეთრსახში ვახშამისთვის ვარ ჩასულა ანუ მომზადდა დოკუმენტი აი ამ მინერალების და რესურსების შესახებ ამ ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ და მაგაზე უკვე უნდა მოეწერა ხელი აი მაგაზე უნდა მოეწერა ზოგადად ეგრე არ უნდოდა ზელენსკი არა ზელენსკის არ უნდოდა ზელენსკის პრეტენზია რა იყო რომ ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს გარანტიებს. ამერიკელები ეუბნებიან, რომ თვითონ უკრაინის ტერიტორიაზე რომ ამერიკული კომპანიები გაჩნდება, ეგ უკვე აპრიორი ავტომატურად გარანტია არის, ანუ რუსები ვერ გაბედავენ ამერიკელებისთვის სროლას, მით უმეტეს რუსებთანაც შეთანხმებულია. ანუ რუსები რა ტერიტორიაც აქვს ოკუპირებული, იმ ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ერთობლივი ექსპლუატაცია. ანუ პუტინმაც განაცხადა, რომ პუტინიც მზად არის, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიებიც დათმოს აი ამ ერთობლივი წარმოებისთვის. და ზელენსკი მაინც ზელენსკის პოზიციაც ეგ იყო, რომ აქ არ არის გარანტიები და მოხდა რაც მოხდა. მე არ ამგონია ეგ რაღაცა 1000 კონსპიროლოგიური თეორიებია, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული იყო, რომ ეგრე უნდა დაედგათ. ზოგი ამბობს, რომ ზელენსკიმ ჩაშალა, ზოგი ამბობს, რომ ტრამპმა და ვენსმა სპეციალურად მოუწყვეს. მე რასაც ვუყურე და რა ლოგიკური პირობებიც არსებობდა, მე მგონია, რომ ეს სპონტანურად მოხდა. ანუ ზელენსკიმს აი ამ პირდაპირ ეთერში რომ შეეპასუხა ვენს, აი შენ თუ გახსოვს, მანდ ეგეთი მომენტი იყო, ზელენსკი ეუბნება
აი ბოლოსკენ რომ შეიძლებაო ერთი კითხვა დაგისვაო ვენს ეკითხება და მიდიო ვენსმა ნებადართო მანამდე საუბრობდნენ რომ აი ომი როგორი ცუდია ეს ომი რატომ უნდა დამთავრდეს ეს ომი რატომ არის აუცილებელი მშვიდობა აი წინა ხელისუფლებას გააკრიტიკეს რომ ისინი ომზე აპელირებდნენ მაგრამ ომს ვერ ამთავრებდნენ მაინც უამრავი ადამიანი დაიხოცა და შემდეგ და ამაზე ზელენსკი შეეპასუხა რომ ერთი კითხვა მინდაო დავსვაო და შეიძლება გიპასუხოთ შეიძლება ვთქვაო და კი ბატონო მან დააღნიშნა რომ ანუ პუტინიო ყველა დარღვევას ყველა შეთანხმებას დაარღვევსო და მაინც შემოუტევსო უკრაინასო და რა დიპლომატიაზე მეელაპარაკებიო მე შენ JD Vance აი რაზე საერთოდ რას მეუბნებიო და აი ეს ასეთი ყველაზე მეტად აი ეს იყო კატალიზატორი ისედაც დაგროვილი ისედაც არ მოსწონდათ ეს ზელენსკი ისედაც უკრაინის პრობლემის მოშორება უნდათ ამერიკელებს იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ ეგ მათ აფერხებს მედიაზე ძალიან არიან და მანდ როგორ უთხრა რომ ანუ ეხა ტელევიზიის წინ ესეთ ნარატივს რომ მიწყებო ანუ მაგაზე ეგ იყო პასუხი რა ეგ მით უმეტეს ეხა მან თელი ეს წინასაარჩევნო კამპანია ხო ანტი უკრაინული ქონდა ტრამპის გუნდს ხო ეს ზელენსკი შემოდის თეთ სახში და მილიარდები მიაქვს შემოვა და მილიარდები მიაქვს და პლუს ეხა წარმოიდგინე შენი ელექტორატის თვალწინ რაღაც შეგეპასუხა ხო ის ასეთი ადამიანი ზელენსკი და ну ძალიან ძიმეთ მიიღეს ეს ამერიკელებმა და მერე მოხდა ის რაც შემდეგ ზელენსკიმ კიდევ ერთი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით როდესაც აი მან ასევე აღნიშნა იმ საუბარში რომ აი პრობლემები თქვენ შეგექმნებათ მიუხედავად იმისაო რომ თქვენ ზღვა გაშორე ოკეანე გაშორებთ ანუ მანამდე რომ ენის ბარიერს და ტრამპმა ხო განაცხადა მანამდე შენ თუ გახსოვს რომ ევროპის პრობლემები ევროპის ტერიტორიაზე უნდა მოგვარდესო იმიტომ რომ ჩვენ ოკეანე გვაშორებსო ეგ პრობლემები ჩვენ არ გვეხებაო და აი მაგაზე გააკეთა ექსტრაპოლაცია ხვდები ანუ წაიეაზოა რაღაცა თვალსაზრისით აბარა ოკეანის ხსენება რა შუაშია როდესაც ერთი კვირის წინ ეგ თქვა თვითონ ტრამპმა ხო და იგივე წაიაზო აი ტრამპმა რო უთხრა რომ რამოდენიმე კვირაში დამთავრდებოდა ეს ყველაფერი ჩვენ ვარ ყოფილიყავითო და კი პუტინიც მაგას მეუბნებოდა ხო ანუ როგორი რაღაცა იცი რაღაც თვალსაზრისით ზელენსკი მას ხელი შეუწყო ეხლა ცხადია მძიმე შეთანხმებისთვის უნდა მოეწერა ხელი ცხადია უკრაინის ინტერესები მაგ ყველაფერში არ იყო გათვალისწინებული მაგრამ რომ მიდიხარ ანუ სად მიდიხარ ხო მაშინ საერთოდ არ უნდა ჩასულიყავი იქ ხო და ეხლა უყურე როგორი რაღაცა ხდება ну ეხლა საქართველოში ხო ეგეთი აზრი არის დამკვიდრებული ну ყოველ შემთხვევაში აი ვინც ზელენსკის გულს შემატკივრობს რომ აი ნამდვილის ტრამპის ნამდვილი სახე გამოჩნდა ამ ყველაფერში და ეს თურმე ეს რანაირი ადამიანი ეს ტრამპი მე გეტყვით ერთ რაღაცას რომ ეხლა მე ტრამპის დამცველი და აპოლოგეტი არ გამოვდგები მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს მაგრამ უყურე ტრამპი საერთოდ არ დაზიანებულა ამ ქმედებებით ანუ ტრამპის ელექტორატს კიდევ უფრო მოეწონა ანუ ტრამპს არ აინტერესებს ის შეიძლება დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველს არ მოეწონა და დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველს არაფერი არ მოსწონს რაც არ უნდა გააკეთოს ტრამპმა მაგრამ თავისმა ელექტორატმა მოუწონა იმიტომ რომ ეგეთი კომენტარებიც იწერებოდა რომ პირველად ჩამოვიდაო 3 წლის განმავლობაში ზელენსკიო ამერიკაში და მილიარდები არ გაატანესო უკრად რა მაგარი პრეზიდენტი ყოლიაო ანუ ეს დაკონვერტირდა ტრამპის რეიტინგში. და ის გააკეთა ფაქტია. ხო, რასაც კიდევ უყურე რა ის იყო ნარატივი ან ტრამპის მხარის სასარგებლო თვითონ რასაც თავისი მედიები და სპიკერები რასაც ამკვიდრებენ, რომ აი ტრამპი არაფერს არ მალავს. ხედავთ ხალხო, როგორ მიმდინარეობს ურთიერთობები, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი
არის ნათელი, ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე და ხალხს არაფერს არ უმალავს ტრამპი. ყველაფერი თქვენთვის. ანუ ამითაც დაიწერა კულები, რომ ხედავთ, აი რა გვაჩვენა ტრამპმა. რაც აქამდე დამალული იყო, რაც აქამდე ჩვენი თვალებისთვის უხილავი იყო, ტრამპი ისეთი მაგარი პრეზიდენტია, რომ აი ამ დეტალებსაც გვამცნობს. და ნუ სინამდვილეში შეიძლება ამერიკის აი როგორც აი გლობალური ჰეგემონის რეიტინგი დაეცა მაგით. აი როგორც მთავარი დემოკრატიის მთავარი დამცველის, მაგრამ ტრამპის ამერიკას არც აინტერესებს ეგ გლობალური ჰეგემონია. ცდილობს ეგ მოიშოროს და უფრო თავის მე ვცდილობენ რომ მოიშორონ, არც მალავენ მაგას. აი მაგალითად მარკო რუბიომ ხო განაცხადა, რომ პოლიცია ღია თქვა, რომ ჩვენ მორჩაო ეს სოფლიო ჟანდარმერია და სოფლიო პოლიციელობა ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ სამყარო არისო მულტიპოლარული. ამიტომ ცხადია ეს გლობალისტური პროექტის ჭრილში, სადაც ამერიკა მთავარი დამცველი, ეგეთ ამერიკას ზიანი მიადგა, ეგეთი აწი ძალიან ბევრი ქვეყანა დაფიქრდება საერთოდ ამ ამერიკის იმედად, კაცო, უნდა ვიყოთ თუ არა. ეს ამერიკა შეიძლება, რა ვიცი, მოკავშირეთ მოგევლინოს და ერთ წელიწადში პრეზიდენტი შეიცვალოს და ხო, მიგატოვოს კი არ გაგაგდოს საერთოდ, გაგაძევოს იმით აქეთ ვალიდაგადოს კი. ხო და აქეთ არა გამორიცხული რომ ომიც დაგიწყოს და ფრონტზე მოგიწიოს ომი. სინამდვილეში ობიექტურობისთვის რო ითქვას, ახლა ჩვენ ხო აქ რაღაც პროპაგანდით ხო არა ვართ დაკავებულები, ვცდილობთ რომ ხალხს აუხსნათ რეალურად რა ვითარებაცა. ეს მოსწონს ვიღაცას თუ არ მოსწონს. სინამდვილეში ამერიკა და ყველა სუპერ სახელმწიფო ყოველთვის ეგეთი იყო. აი ყოველთვის ეგეთი იყო. აი ყოველთვის საკუთარ ინტერესებზე, ყოველთვის მინერალებზე, ყოველთვის რესურსებზე იყო, ყოველთვის ფულზე იყო. ყველაფერი მაგაზე იყო და ყველაფერს არაკეთებს ტრამპი. არაფერი ახალია, უბრალოდ აქამდე ეს ყველაფერი კარგად იფუთებოდა. აი აქამდე ეს ყველაფერი მითოლოგიით და 1000 რაღაცა ვითომ ღირებულებებით და ასე შემდეგ იყო შეფუთული. თორე ვინც არ უნდა ყოფილიყო კაცო ამერიკის მთავრობაში, მეტნაკლებად ფინიში ყოველთვის ერთი იქნება, რომ ბოლოს შენ მე უნდა დამემორჩილო, შენით მე უნდა გავაკეთო რაღაცა და სარგებელი უნდა მივიღო, აბა მეტი რა ინტერესი მაქვს. აბა მეტი რა ინტერესი აქვს. ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება თუ იმის ტრამპის, მან თავარი ამოცანა სარგებლის მიღება. და რანაირი ფორმით მოხდება სარგებლის მიღება, აი ტრამპის გუნდს მიაჩნია, რომ იზოლაციონისტური ამერიკა უფრო სასარგებლო იქნება, ანუ თელ სოფლიოზე რო არ იქნებათ აი ეს ყურადღება მისაქცევი და ყველგან თელ კონტინენტზე, ყველა კონტინენტზე რო არ იქნებათ რესურსები და სახარჯი და აი ენერგიის გაფანტვა რო არ მოუწევთ, მიაჩნიათ, რომ ეგ უფრო პრიორიტეტულია, რაღაც საკითხებზე რო კონცენტრირდებიან, აი მაგალითად ამერიკის კონტინენტზე რო კონცენტრირდებიან, ჩინეთის მიმართულებაზე რო კონცენტრირდებიან. ანუ უბრალოდ პროექტზეა საუბარი, ანუ ერთი პროექტი ერთ ხერხს იყენებს, მეორე პროექტი სხვა ხერხს იყენებს, მაგრამ საბოლოო ფინიში ყოველთვის არის სარგებლის მიღება. საბოლოო ფინიში ყოველთვის არის რა სარგებელს მივიღებ მე და ჩვენთან ხო ეს ყველაფერი დაფარული იყო აი ბურუსით, რომ სიამბულეში არის რაღაც ღირებულებები, დასავლური ღირებულებები, რაღაცა უბრალოდ სიკეთეა დასავლეთი და აი ამ რაღაცა ბოდვებს, ამ ფანტაზიებს, ამ რაღაცა არასწორ მავნებლურ წარმოდგენებს, რომ ბოლო მოეღო, ამისთვის ტრამპს მადლობა უნდა უთხრა. სინამდვილეში. მე მაყოფილი ვარ ტრამპით, რომ აი ბევრ ადამიანს დაანახა რეალურად რა არის ამერიკა. და აქ მარტო ამერიკაზე, აი მე ძალიან მეცინება ხოლმე რომ ხალხი რომ აგინებს აი ხა ამერიკას და ტრამპს. ანუ ხალხო ეგეთია ყველა ამერიკის ადგილას ჩვენც რო ვიყოთ, ანალოგიურად მოვიქცეოდით. ანუ სუპერ სახელმწიფოები და დიდი სახელმწიფოები ეგრე მოქმედებენ, ეგაა მათი ბუნება.
ეგ ეხა ჩვენ სუსტები რო ვართ, მაგიტომ გონია რომ ეგრე არ მოვიქცევით, მაგრამ აბა გქონდეს ის შესაძლებლობა, რაც სუპერ სახელმწიფოებს აქვთ. ის რესურსები და ის მექანიზმები გაგვაჩნდეს. ჩვენც მოვინდომებთ, ხო, რაღაც ყველგან შევძვრეთ, ყველგან სარგებელი მივიღოთ. ეგრეა საერთაშორისო ამბიცია და მადა ხო ჭამაში მოდის და ეხლა როცა რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ეხლა სხვერპლის როლში ვართ, საუბედუროთ და სხვერპლის პოზიციიდან უყურებთ სამყაროს. მაგრამ აბა იმათ ადგილას აღმოჩნდეთ. რანაირად მოვიქცევთ. ის არის რომ ანუ აი საქართველოში საერთოდ ეს პროდასავლური ფლანგი ჩამოყალიბებული ხო არ იყო. ანუ იყო გლობალური დასავლეთი, ანუ კოლექტიური დასავლეთი უბრალოდ. ამერიკა, ევროპა ერთად, ანუ განუყოფელი რაღაცა. თითქოს ესე აზროვნებენ ერთი კოლექტიური აზროვნებით და ანუ თან თავარი მათი ესეთი ფიშკა რაც იყო პროდასავლების, ეს იყო კარგი ხალხი, ანუ good guys და bad guys რა, ანუ ესეთი თემაა. დასავლეთში კარგი და კეთილი ხალხია ყველა და აქეთ რუსეთი სიბნელე და საშინელება და ეხა ეს ერთმანეთში რო ირევა ეს ტერმინები, ანუ თვითონ რო უწევთ ეხა მაგათაც ტრამპისთვის იარლიკის მიწევება რომ პუტინისტი არის, ან რაღაც მასეთი აი საერთოდ აი დასავლურ ფლანგში ეს რო აირია ეხლა. აი ეს მინდა რომ როგორმე დავალაგოთ თუნდაც აი ხალხისთვის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი აი მე ხვდები TikTok-ზე თითქმის ყოველდღე ისეთ ხალხს, რომელსაც ქონდა თითქოს პოზიცია პროამერიკული, თან ვაშკაცობა უნდოდა, ანუ ვაშკაცური პროამერიკული უნდოდა და ეს არ მოწმობს ტრამპის ამერიკა. ანუ აი ესეთი ხალხს ეხა მომავალში პოლიტიკური რა კატეგორიაში უწერია ბედი რომ გამოჩნდეს. ანუ აი რაც უფრო მეტად ხდება ლუსტრაცია, რომ თუნდაც დასავლეთი არ არის ერთიანი და იქაც სხვადასხვა პოზიციებია. ანუ საქართველოს პროდასავლურ ფლანგზე რაღაცა გამოყოფილი სხვა პოზიცია შეიძლება შეიქმნას? ну, პირველ რიგში ოფიციალურად შეიძლება უკვე დავადასტუროთ, რომ კოლექტიური დასავლეთის ცნება აღარ არსებობს. დეკლარირებული. არ არის კოლექტიური დასავლეთი. ეგ ერთი. დასავლეთი უკვე ორ ფლანგათაა დაყოფილი. ერთი არის ჯერ კიდევ დარჩენილი ევროკავშირი, რომელიც გლობალისტურ ხაზს მიყვება, ან ძველ ხაზს მიყვება, აი ბაიდენისეულ ხაზს მიყვება. თვითონ შიგნით ევროპაში და ევროკავშირში არიან ტრამპის მომხრე მემარჯვენე კონსერვატიული და არა მარტო მემარჯვენე კონსერვატიული, მემარცხენე ევროსკეპტიკოსებიც არსებობს. ეგრე არ არის, რომ მარტო მემარჯვენეები არიან ევროსკეპტიკოსები და ანტიგლობალისტები. და არსებობს აქეთ ამერიკის კონტინენტზე ტრამპი, რომელიც თეთრ სახშია და ის აკონტროლებს ხელისუფლებას და მისი ოპოზიცია ეს გლობალისტური ძალები, რომლებიც აი ძიმე ნოკდაუნში არის. აი საერთოდ მათი რაღაც ხმა არის მის, აი რომ დააკვირდე, აი წარმოიდგინე ხა ხო თითქოს და ამერიკის მეორე ნაწილი ისინი არიან, ხო, ვინც ბაიდენს მისახმო, მაგრამ აი აღარ სადარჩანა. იმდენად მძიმე დარტყმა იყო. წინა იმიტომ რომ ლიდერი არ ყავთ. სანამ მათ ახლა ლიდერი გამოუჩნდებათ, რომლის გარშემო მოხდება ამ წინააღმდეგობის ენერგიის კონცენტრაცია, მაგას წლები დასჭირდება. ხო და ეხლა ტრამპს აქვს აი სრული შეიძლება ითქვას ფურორი, სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელში. თეთრ სახში ის არის, კონგრესში ის არის, სენატში ის არის. უზარმაზარი რეიტინგი აქვს და მოწინააღმდეგე არის სრულად დემორალიზებული და საერთოდ ხმა არ გამიგია, აი წარმოიდგინე თქვენ ნახევარი გავიდა მეტიც. და აი კამალა ჰარისის, ჯო ბაიდენის ხმა საერთოდ გაგიგია, ვიღაც საწყალი სენატორები, ილონ მასკის, ო ვიღაც სენატორები და კონგრესმენები მიუვარდნენ იმას ილონ მასკს და იქაც რაღაც შიგნით არ შეუშვა ვიღაც დარაჯმა. იმდენად საწყალ მდგომარეობაში არიან, არც კი შეუშვეს შიგნით, ცოტა ხანი ალოდინეს და მე შეციბეს და დაიშალნენ. ამიტომ ეხლა მე რასაც ვატყობ ამ პროდასალურ ფლანგზე არის ეხლა დომინირებს ორი აზრი. ერთი უფრო ჯანსაღი აზრი, რომ აი რა ბოდვებში გვაცხოვრებდნენ ამდენი წელი და ვის იმედად ყოფილვართ და რატო წარმოგვედგინა საერთოდ რომ ვიღაც კეთილი ბიძიები არსებობენ, რომლებიც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ და ჩვენს გამო
რაღაცა ჩინეთს და რუსეთს ეხლა რაღაც ბირთვულ ომს დაუწყებენ, აი ბოდვების როგორ ჯეროდა და თურმე ყველაფერი ბანალურობამდე მარტივი ყოფილა, ყველაფერი ფულის გამო კეთდება თურმე და რაღაც თავისი ინტერესები აქვს და ჩვენც უნდა გქონდეს ეგ ინტერესები. დააწი ეგეთი მიდგომით უნდა ვიხემძღვანელოთ, რომ მოდი ჩვენი ნაციონალური პრაგმატული ინტერესები თუ არ არის სადღაც დაცული, ეგეთ თამაში არავის არ შეხვეთ. არის ეგეთი კატეგორიაც და ეს კარგია. და არის მეორე კატეგორია, რომელიც მაინც ებღაუჭება ამ წარსულს. სინამდვილეში ტრამპი არის მომავალი. ხო? და ტრამპი ანგრევს წარსულს. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ვინმეს თუ გონია, რომ ეხა აი ტრამპს იქ იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, არა ხალხო, არ დაიჯეროთ. ტრამპი იქნება კიდევ დიდხანს. შეიძლება მომავალ 4 წელიწადში ტრამპი არ იყოს, მაგრამ ვიღაცა იქ ჯეიდი ვენსი იქნება მომავალი პრეზიდენტი. ანუ ტრამპიზმი როგორც მიმდინარეობა, ხო, მე მგონია, რომ მინიმუმ 15 წელი გარანტირებული. მინიმუმ 15 წელი, რასაც უყურებ. ესეთი ამერიკა იქნება მომავალი 10 წლეული. ასეთი ამერიკა იქნება მინიმუმ 15 წელი. კი. არ ვიცი ხა, იმის იქით ჰორიზონტზე პროგნოზ ვერ ვდებ, მაგრამ მე ვაფასებ იმით, აი მეორე მხარეს არ არის წინააღმდეგობა. მეორე მხარეს აი სრული დემორალიზაცია. ხო და ეხლა არის ეგეთი აი ამ ვინც წარსულს ებღაუჭება ამ წარსულს ვინც ებღაუჭება, ეხლა არის ეგეთი რაღაცა შემდეგი მოლოდინი, რომ გამოიღვიძებს ევროპა. ევროპაში დაისადგურებს ნამდვილი აი ძველი პროდასალური სული. ნუ მე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის ხო, მე მინდა უთხრა, რომ ევროკავშირი სინამდვილეში ეგეთი ინტერესებით ხელმძღვანელობს. ანუ ევროკავშირსაც თავისი ძალიან ცივსისხლიანი პრაგმატული ინტერესები აქვს. საქართველოს და უკრაინას როგორც ბუფერს ისე უყურებს. სინამდვილეში. რატო არ იღებს? აი კაი ტრამპი ცუდია და გასაგებია რაღაც მოშორდა. ევროკავშირში რატო არ იღებენ უკრაინას? მიიღონ ევროკავშირში. ევროკავშირის წევრობას ხო არ ჭირდება ტრამპის დასტური. თუ კარგი ხალხია და თუ ხო ისე pravdeba ეხლა რომ ამერიკა მუღალატა და ევროპა რჩება უკრაინის ერთგული. ხო ესე არ მიიღონ ევროკავშირში მას. არ მიიღებენ, იმიტომ რომ არავის არ ჭირდება თავის ტკივილი. ევროპა ჭირდება, უკრაინა ჭირდება როგორც ბუფერი. ან ბუფერული სახელმწიფო უნდა იყოს, უნდა შეაჩეროს საკუთარი სისხლის, საკუთარი გრევის და საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე რუსეთის ჰეგემონია უნდა შეაჩეროს. ახლა თუ თვითონ მიიღო, თვითონ მოუწევს მაშინ მაგ შავი სამუშაოს შესრულება და ეგ არ უნდათ. და არც შეუძლიათ უყურე მთელი მაგ მოლოდინების უპერსპექტივობა რაში ჩანს რომ მე ხარაზეს ვამბობ მოდი ახლა ჩვენ რამდენი ხანია უკვე თქვენ ნახევარზე მეტი ხო არის რაც აი შენთან კონკრეტულად ამ ლაივ სტრიმებს ვაკეთებ ხო ყოველ კვირა მეხუთე სტრიმია ჩვენი ამ შესაბამისად ხო აი პირველი სტრიმი რო იყო ჩვენი ხო ვამბობდით რომ დაახლოებით ასეთი რაღაცა მოხდებოდა ტრამპის შემთხვევაში კი და დადებულიც გადამოწმება შეიძლება ხო და დევს მე მგონი ხო დადებულიც სალფი სტრიმი ხო ნუ ეგ მოხდა აგერ თქვენ ნახევარში ეხლა აგერ შეგვიძლია ესეც დავიმახსოვროთ რასაც ვიტყვით და აი გარკვეულ პროგნოზი გავაკეთოთ შეძლებს თუ არა ევროპა იმ ასე ვთქვათ იმ ფუნქციის შესრულება რასაც აქამდე ამერიკასთან ერთად აკეთებდა ერთად. ანუ აქ საუბარია იარაღის მიწოდება. თვითონ უნდა გახდეს, ხო, თვითონ უნდა გახდეს რაღაც სუპერ სახელმწიფო უზარმაზარი რესურსებით, შესაძლებლობებით, გავლენით და მათ შორის უკრაინის ომის აი ეს ხარჯები საკუთარ თავზე უნდა აიღოს. როგორც ამას აქამდე ამერიკა აკეთებდა და დღემდე აკეთებს. უბრალოდ ეხა ვრცელდება ინფორმაცია, რომ
ხდება ამ ყველაფრის გადახედვა ამერიკელების მხრიდან. უყურე სუფთა ობიექტურად რა პრობლემები აქვს ევროკავშირს. ევროკავშირი თვითონ რისთვის შეიქმნა? აი მოდი ამით ცოტა წარსულს დაუბრუნდეთ. აი ევროკავშირი რა არის? შრომელი ხალხი, ევროპის შრომელი ხალხს ქონოდა შესაძლებლობა ერთ გვერდით ამ მეზობელ ქვეყნებში ღია შრომითი ბაზარი ქონოდათ, ენახათ ეკონომიკური სარგებელი ერთმანეთთან მუშაობაში და გაემარტიებინათ თავისი, ეგ არის დეფინიციური ახსნა. შენ ამბობ დეფინიციურ ახსნას. და მე ვამბობ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რეალურად, აი რისთვის შეიქმნა ევროკავშირი. რა შეაწყობდათ გლობალისტებს, ხო? ხო, ანუ როდი შეიქმნა ევროკავშირი? ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დანგრეული იყო, მიწასთან გასწორებული იყო ევროპის დიდი ნაწილი, დანგრეული იყო, იმიტომ რომ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტი, ხო? და საერთოდ აი ბრიტანეთის გარდა, რომელიც უკიდურესად დასუსტებული იყო, აი რაღაც ძლივს ფეხზე იდგა, შემოვიდა ამერიკა. ხო? შემოვიდა ამერიკა, რომელსაც არაფერი ომი არ შეეხო, პირიქით გამდიდრდა ამ ომის ხარჯზე, მისი ეკონომიკა მრავალჯერ გაიზარდა ლენდ-ლიზის და ამ ყველაფრის ხარჯზე, თვითონ არ შეეხო კონფლიქტი, ყველა დასუსტა, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა, ერთადერთი ამერიკა შევიდა უვნებელი, გამოვიდა ამ კონფლიქტიდან. შენ წარმოიდგინე, ამერიკამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა 9 მილიონი ადამიანი. ძირითადად იაპონელებთან ომში. გერმანიამ ხო დაკარგა 10 მილიონამდე, საბჭოთა კავშირმა 25 მილიონი, საფრანგეთიც განადგურდა, ანუ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გამოვიდა ამერიკა. რა არის მეორე მსოფლიო ომისთვის 500,000 ჯარისკაცი. 500,000 ჯარისკაცი სტალინგრადის ბრძოლაში დაიღუპა. ხო, მით უმეტეს ხო ამ ხელა მასშტაბის ქვეყნისთვის, ხო? და რა გააკეთა ამერიკამ? დაინახა, რომ შესაძლებლობა არსებობდა, რომ მთლიანად აღმოჩენილიყო ევროპის ტერიტორია საბჭოთა გავლენის ქვეშ, მაგის საფრთხე არსებობდა და სადამდეც მოასწრო, აი, გერმანიის მიერ მანამდე კონტროლირებადი ტერიტორიის აღება. თვითონ გააკონტროლა თავისი ჯარით. ხო, აი 44-ში რო გადასხა იქ დესანტი ნორმანდიაში, დაახლოებით სადღაც აი ისა ფედერალური გერმანიის რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც აი რა ტერიტორიულ საზღვრებში იყვნენ, აი იქ შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკული და საბჭოთა ჯარები. რაც დარჩენილი იყო ევროპის დარჩენილი ნაწილი, რასაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის გავლენის ზონაში და შეიქმნა, ხო, ის რაღაც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები, რომლებიც ძირითადად ახლა სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლები იყვნენ, კონტროლირებადი იყვნენ მოსკოვიდან, ხო? მათი სუვერენიტეტის ხარისხი იყო უკიდურესად დაბალი და ემორჩილებოდნენ მოსკოვს. და დაახლოებით ანალოგიური რაღაცა შექმნა შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის შექმნით. ანუ ევროკავშირის ფუნქცია იყო რა? ანუ ეს იყო გლობალისტური პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების მიერ შეიქმნა იმისთვის, რომ ევროპის ნაციონალური სახელმწიფოების კონტროლი მოეხდინათ. ანუ ინდივიდუალურად განვითარებული იყვნენ და განვითარებული იყვნენ. ანუ უყურე ხა რა გარანტია ქონდა ამერიკას, მართლა ოკეანის იქით არის, ხო? რა გარანტია ქონდა, რომ აი მაგალითად საფრანგეთი გადავიდოდა საერთოდ საბჭოთა კავშირის ხარეს. დიდი ალბათობით შარ დე გოლის დროს ეგეთი რაღაცა მოხდა, ხო? შარ დე გოლი გამოვიდა ერთხელ ნატოდან. ნატოს რიგები დატოვა შარ დე გოლმა. და ეს პირადად შარ დე გოლის იმით იყო ყველაფერი, აი ჯერ კიდევ აი მეორე მსოფლიო ომის ინერციით გააკეთა, რომ პერსონალური უზარმაზარი წონა ქონდა და რეიტინგი ამის ხარჯზე. შარ დე გოლების და ეგ თაობა რომ წავიდა, აი ეგ მე უგულისხმობ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თაობა და ლიდერები რომ წავიდნენ, დიდწილად მერე ვინც ხელისუფლებაში აღმოჩნდა დღემდე, ეს იყვნენ, აი
უკიდურესად ევროპელი პოლიტიკოსები მან შარდეგოლის პერიოდიდან ჩამოიშალა და იმის მერე დაიწყო უკვე ეხლა რასაც ხედავთ კი, მერე წამოვიდნენ მერკელები და დაახლოებით ეგეთი ხალხი. აი ჩვენ რომლებსაც თბილისში ძეგლი, ჰაველის ძეგლი გვიდგას. ვაცლავ ჰაველის ძეგლი გვაქვს თბილისში, რომელიღაც რესპუბლიკის ბაღშია თუ ვწდები, როგორც დემოკრატიის შუქურის. არის სინამდვილეში ადამიანმა ცენტრალურ ევროპაში უზარმაზარი ქვეყანა დაანგრია და გაყო შუაზე. მაგრამ დემოკრატიის სახელით, ხო? კი ბატონო, ანუ ამერიკელებს ჰქონდა ძალიან კომფორტულად საქმე. ანუ ძალიან რბილი ფორმით, აი soft power-ი, რასაც ქვია, მაგის მეშვეობით, ძალიან უმტკივნეულოდ, ისე რომ ხალხი ამას ვერ იგებდა, სინამდვილეში ევროკავშირის სახით აკონტროლებდა ევროპის ნაციონალურ სახელმწიფოებს. აი ხელს უშლიდა, რომ მათ ავტონომიურად ეწარმოებინათ საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. იგივე გერმანიის და რუსეთის ალიანს რატო უშლიდნენ ხოლმე, აი იგივე ის გასადენებს რო აშენებდა ახლა გერმანია რატო იყო აი გლობალისტური ამერიკა და ევროკავშირი ყოველთვის რატო იყო წინააღმდეგი რა არის ამაში ცუდი რომ გერმანია მიყიდოს იაფი რუსული გაზი ღალატს რატო ნიშნავს ყველაფერს თავი რომ ხო აი რატო აუფეთქეს საერთოდ ომის დასაწყისში ის ჩtildeოეთ ნაკადი და მე უკრაინელებს დააბრალეს რატო იმიტომ რომ რუსული იაფი გაზით გამდიდრდებოდა გერმანია და გამდიდრებული გერმანია შეიძლება მოძლიერებული იყო და გამოსულიყო საერთოდ ამ ერთიანი აი კონტროლის მექანიზმიდან, რასაც ქვია ევროკავშირი. ევროსკეპტიკოსების თავარი არგუმენტი რატომ უნდათ რომ ევროკავშირიდან გავიდნენ არის ის რომ მძიმე საერთო ბიუროკრატიული ხელი რაც ზემოდან ადევთ ხელს უშლის გამდიდრებაში. ანუ ყველაზე ბანალური თავარი არგუმენტი რაც აქვს ევროკავშირი გვაფერხებს. ანუ აი ამას ამბობს ყველა ევროსკეპტიკოსი თითქოს ერთმაში. მემარცხენე იქნება ეს თუ მემარჯვენე იქნება, ყველა ცალსახად და ეგ ლოგიკურიცაა, ანუ გასაგებია, ხა ურსულა ფონ დერ ლაინი რისთვის არსებობს. იმისთვის არსებობს, რომ სუვერენული გერმანიის მთავრობა, სუვერენული საფრანგეთის მთავრობა, სუვერენული ჩეხეთის მთავრობა, პოლონეთის გააკონტროლოს. არ მისცეს მათ ავტონომიური მოქმედებების საშუალება. აქამდე ეს მუშაობდა მეტნაკლებად, გამართულად მუშაობდა. აი რაღაც მართლა იდეა იყო, რომ რაღაც ერთიანი ევროპული ოჯახი, ღირებულებები და შემდეგ. მე გულისხმობ ეს საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ საერთოდ ზენიტში ავარდი. ხო, ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაც შეუერთდა, ხო, მაგ სივრცეს, აი ბალტიისპირეთი მაგალითად და ჩვენს ხო, აი კანდიდატები გავხდით, აგერ 30 წელი გადის. ტრამპმა საერთოდ მოშალა ეს სტრუქტურა, ეს გლობალისტური ერთიანი სისტემა, ამერიკა და ევროკავშირი მოშალა და ეხლა ტრამპი ეძებს თავის მოკავშირეებს, ბუნებრივ მოკავშირეებს ეძებს და ქმნის შიგნით ევროპაში. ამიტომ ევროპის აი რომ დაუბრუნდეთ ეხლა კითხვას, აი მოახერხებს თუ არა ევროპა, აი რაღაცა თვითონ გადაიბაროს აი ფუნქცია რასაც ამერიკა აკეთებდა აქამდე. უყურე ხა რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ევროკავშირი. იმიტომ რომ ევროკავშირის სახით ხდება ეს ძირითადად ევროკავშირის მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური სახელმწიფოებიც მონაწილეობენ ამაში, მაგრამ აი მაგალითად რატომ არის რომ მაგალითად მაკრონი ევროკავშირის მომხრეა. მისი მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური ძალები ევროკავშირის წინააღმდეგარია. ანუ ეს შემთხვევით ხო არ არის რომ ევროკავშირი და გლობალისტი ლიბერალი მაკრონი მოკავშირეები არიან. და მაგალითად ტრამპის მოკავშირე აი მაგალითად ლეპენი ევროკავშირის ბიუროკრატიის წინააღმდეგარია. ეს შემთხვევით ხო არ არის ეს კანონზომიერება. ეხლა რა პრობლემაა? ლიბერალებმა გითხრა რომ ორბანი პირიქით ევროკავშირის კონსერვატორებისკენ იწევს და ეგაც მოკავშირეა ტრამპის, მაგრამ ორბანს ისეთი ქვეყანა აქვს, რომ სხვა გზა არ აქვს. ანუ ორბანი დიდად ვერ ახდენს მაგ პროცესებზე გავლენას და რისი რაც შეუძლია იქიდან რისი ასე ვთქვათ მოქმედების საშუალება აქვს, რა ოპერატიული სივრცე არსებობს ორბანისთვის. მაგ მოქმედებს, ეხა ორბანი მარტო ვერ დაშლის ევროკავშირს. ეგ სასაცილოა, ხო? პატარა უნგრეთია. და აი, მაგალითად, ლეპენი ევროკავშირის ბიუროკრატიის წინააღმდეგარია. ანუ ეს შემთხვევით ხო არ არის რომ ევროკავშირი და გლობალისტური ერთიანი სისტემა, ამერიკა და ევროკავშირი მოშალა და ეხლა ტრამპმა საერთოდ მოშალა ეს სტრუქტურა, ეს გლობალისტური ერთიანი სისტემა, ამერიკა და ევროკავშირი
და ზედმეტი დარტყმები და ზედმეტი ნეგატივი რო არ მიიღოს საკუთარ თავზე, ის ცდილობს რომ ევროკავშირის შიგნით გარკვეულ წესებს დაემორჩილოს და დაექვემდებაროს. ხო და უყურე ხა რა პრობლემაა? პირველი არ არის ერთიანობა შიგნით ევროპაში. არ არის ერთიანობა. ერთიანობა არ არის იდეოლოგიურ საფუძველზე. აი მართლა სერიოზული პოლარიზაცია იქაც, ხო? აი იდეოლოგიურ საფუძველზე, ხო? მემარჯვენეები, მემარცხენეები, კონსერვატორები. აი გერმანიაში მაგალითად ხა რანაირი პოლარიზაციაც იყო. და არის. თუნდაც აი AfD-ს მიმართ, რომ საერთოდ მათი გაუქმებას ითხოვენ, ტელევიზიებში არ იწვევენ, აი დაახლოებით ჩვენს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც არის. ანუ საერთაშორისო ძალიან შემოხვედრია ჩვენიანებისგან არა, აი დამოუკიდებელი სივრცეებში, Facebook-ზე და სოციალურ ქსელში ადეებს, როდესაც უხსნიან თავის მაყურებელს ან აუდიტორიას, უხსნიან ესეთ სიტყვები, ანუ გერმანული ალტებიო, ანუ ალტინფო, ან გერმანული ალტინფო, ან გერმანული ალტები. სწორია, კი, გარკვეული პარალელები არსებობს. ო ფაშისტები, პრორუსები, რაღაც პუტინის აგენტები, მოძალადეები, მიგრაცია და ჩვენი ტრიგერი იყო ზოგადად ანუ დეგრადაცია მორალური და იმათი უფრო ეს ემიგრაციაზე იყო დაფუძნებული მაინც ანტიემიგრაცია. იმიტომ რომ ყველაზე მწვავედ ეგ დგას. კი, ну იდეაში პოზიცია გვექნებოდა ემიგრაციაზე, ჩვენთან რო ეგ საკითხი იდგეს ახლა ისე აქ რო იწევდნენ ეს უცხო ტომელები. ანუ საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება დავეყნოთ იმას, რომ ანუ გასაგებია გამოუცხადეს ხარდაჭერა ზელენსკის და პირდებიან დახმარებას ომში ევროპელები, ხო? ჩვენ ლოგიკურად ახლა რაც აქამდე ავხსენით, ვერანაირად ვერ მივედით იქამდე, რომ რამენაირად პოზიტივი დავინახოთ იმაში, რომ შეძლებენ. ანუ ყველაფერი მიუთითებს იმისაკენ, რომ ძალიან დიდი რაღაცა კრახისკენ აქვს მიმართული თქვი ამ ევროპულ რაღაც ჩანაფიქს, რომ უკრაინაში თითქოს რაღაც დააბალანსოს და ამის საპირწონედ ახლა არის ესეთი შემდეგი რაღაც ცდელობა. შეიძლება რა უკრაინის ინფორმაციული სივრცე ავრცელებს ამას, რომ რაღაც გადაფაროს ეს ფიასკო ტრამპთან. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა ერთად შეიმუშავებენ მშვიდობის მოდელს, ანუ რეგულაციას ამ კონფლიქტის, რომელსაც შესთავაზებენ ტრამპს. ანუ აი ეს მაინც ამერიკას გვერდს ვერ უვლიან, ხო ასე? ხო, ანუ მაინც ტრამპს შესთავაზებენ, ხო და მაინც ყველა გზა მიდის ამერიკამდე. კი. მაგას ხსნი, რომ უყურე არც იდეოლოგიური თვალსაზრისით, არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც სოციალური თვალსაზრისით ამ რა ფორმითაც დღეს არის ევროპა და ევროკავშირი, მას არ შეუძლია საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის ობიექტური რესურსები და ნება, რომ ამერიკის გარეშე იარსება. ხო ხტები, აი რაღაცა მაშინ კარდინალურად უნდა შეიცვალოს ყველაფერი შიგნით, ხტები? და კარდინალურად თუ შეიცვლება ყველაფერი შიგნით, მაშინ ის კარდინალურად უკრაინისადმი დამოკიდებულებასაც შეცვლის. უყურე, რას ხსნი? ანუ თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაც კბილები გამოუჩდეს და ერთი ადგილი გამოეზარდოს ცენზურა რო დავიცვათ ევროპას, ну მაშინ ლიბერალობას თავი უნდა დაანებონ, ხო? აი რაღაც წვანე ენერგეტიკას, ეკოფრენდლი გარემოს, რაღაცა ბერლინის ტუსოვკებს და გრეტა ტუნბერგობას, ну თავი უნდა დაანებონ, ხო? აი რაღაც ტრანსგენდერობას და LGBT პროპაგანდას უნდა მოეწყო. ну უნდა გახდნენ არჩევდებიან, მაგას უნდა მიხვდნენ, ხო, ანუ რაღაც ფერადი რაღაც ვარდისფერი საზოგადოება, ну, ომს ვერ აწარმოებს. ხო, მაშინ უნდა მოხდეს გარკვეული კონსერვატიული ნარატივის შემოტანა, უნდა მოხდეს ნაციონალური თვით შეგნების ამაღლება, უნდა მოხდეს პატრიოტიზმის გაღვიძება, რომელსაც კლავდნენ წლების განმავლობაში ევროკავშირში. გააქვს ნანახი, ხო, ის მერკელს რო დააკავეს გერმანიის დროშა და რო ასე მოიშორა, ეს არ არისო საჭირო ეს პატრიოტიზმის ნიშნები. ხო და მაშინ ამ ეკოფრენდლი რაღაცა იმის ქარის გენერირებად ელექტროსადგურებს უნდა მოეშნან და ნახშირი ჭირდებათ, იაფი, გაზი ჭირდებათ, ხო, ქარხნებში უნდა
დაასაქმონ ისევ ხალხი, ტანკები უნდა აწარმოონ, ჭურვები. ანუ ეხ ხო ხდება და ონტოლოგიურად უნდა შეიცვალო. ანუ საერთოდ ეს ხალხი, ეს მაკრონი თავისი გაურკვეველი იმის სქესის ასაკოვან ქალბატონთან ამას ვერ გააკეთებს, ამას დეგოლი ჭირდება, ხვდები? და დეგოლი თუ მოვა. დეგოლი თუ მოვა. ის რატო ნატოებს ევროკავშირს ხო ის რატო გააგზა იქნებ ნატო დაშალო საერთოდ და მარტო იმაზე იფიქროს საერთოდ რაში გჭირდება ამ უკრაინის გამო რუსეთთან დაპირისპირება მოდი გერმანია მივაჭროს როგორც აქამდე ვაჭრობდა თავისთვის რუსეთთან და გამდიდრდეს რუსეთის იაფი ენერგომატარებლების ხარჯზე ამიტომ აი ეს რაღაც წარმოდგენები რომ ეხა აი ეს რაღაცა ლიბერალური საზოგადოება რაღაც უცბად დავაშკაცდება და დრამატულად, კარდინალურად, რევოლუციურ დონეზე შეცვლის ევროპის შინაარს, ნუ ნეტარ არიან მორწმუნეები. მე არ მჯერა მაგის. მე მგონია რომ ეხა მოილაპარაკებენ და ოდნავ რაღაც შერბილებული ფორმით ისევ მიადგებიან ტრამპს. კი. აი ისე ეგ ხო იცი საყოფა ცხოვრებო დონეზე რომ რაღაც კონფლიქტი ხდება და ჩვეულებრივი ადამიანი დაიჩაგრა გავლენიანი ადამიანისგან და ეს ჩვეულებრივი ადამიანი მივიდა სხვა გავლენიან ადამიანთან ხშირად როგორ მთავრდება ასეთი კონფლიქტები ის ორი გავლენიანი ადამიანი ამ ჩვეულებრივი ადამიანის გამო ერთმანეთის ტყავს იარხევენ ანუ ამ ჩვეულებრივ ადამიანის ინტერესები იჩაგრება ხოლმე, როგორც ხდება ხოლმე, მე რასაც შევწრები ვარ, მან ყოველთვის ეგეთი ლოგიკა. ყოველთვის იჩაგრება სუსტი. აი ახლა ამიტომ ინტერესებს რაც შეეხება, გიორგი, ანუ გასაგებია რომ ახლა ამერიკა დიდი ქვეყანაა, ბევრი რაღაცა გასაჭირში არ არის პირიქით თავისი პოზიციების, ან რაც დარჩა ავტორიტეტი იმის ხარჯზე აპირებს გამომტკიცოს ამერიკის პოზიციები ტრამპმა, მაგრამ აი ეს უკრაინის ტერიტორიაზე 9 ტრილიონის მასშტაბის რესურსების სუნდა და ხელში ჩაგდება და ამისთვის ჩაიყვანეს თავიდან ზელენსკი, ხო, ხელი რომ უნდა მოეწერა. როდესაც დაიძაბა პოლემიკა, ხო? ნუ გასაგები იყო, რომ იქ უკვე იქამდე წავიდა საქმე, ტრამპი როგორც გამოცდილი ხელშეკრულებების დამდები, დილ მეიქერი, ანუ ის კარგად მიხვდა, რომ იმ სიტუაციიდან უკვე იქ არანაირი ხელმოწერა და კონტრაქტი აღარ შედგებოდა, ანუ მაშინ ან როგორღაც უნდა სიტუაცია დაესტაბილურებინა, ვერსი გაიჩუმებინა, რაღაცა დაესრულებინა კონფერენცია და ანუ კონფლიქტისთვის თავი აერიდებინა, რომ ის ხელმოწერა შემდგარიყო, მაგრამ ტრამპმაც არ დაიხია უკან, ანუ იმ მომენტში ის ბიზნესმენი ამ გადაწყვეტილებას ხო წამებში იღებს. ის მიხვდა, რომ ესე იგი ეს ჩავარდა ეს კონტრაქტი, ამისთვის მე არ ვაპირებ კონტრაქტისთვის ბრძოლას და ზელენსკის გადაული ეხა ბოლომდე აქ რამდენს ლაპარაკობს და ანუ ესე იგი ესე მარტივად 9 ტრილიონიან პროექტს რო თმობს. ანუ რამე ალტერნატივა გათვალისწინებული არ უნდა ქონდეს? არ თმობს. მაინც მოაწერინებს იცის რომ მაინც მოაწერინებს ხელს. ხო. უყურე ეხა ტრამპი კი არის ბიზნესმენი და კი არის ეგ თავისებური ოდიოზური ტიპი. მაგრამ ნუ რაღაც გონება აქვს. ყველაფერს ხო ყველაფერზე ხო არ საუბრობენ, მაგალითად მანამდე რამოდენიმე დღით ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. გახსოვს? რამოდენიმე დღით ადრე რო იყო ეგ განცხადება. ეგ რატო გაკეთდა? ერთი წელი გავაგრძელებ სანქციებს, ეგაც თქვა. ხო, აი რატო, რომ რუსეთის მხარეც მოემზადებინათ. აი რუსეთისთვისაც სიგნალი გაეკეთებინათ, რომ აგერ ხა მოდის ზელენსკი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და თქვენც იცოდეთ, რომ მზად იყოთ. თორე გავაგრძელებთ უკრაინის ხარდაჭერას. უბრალოდ აი ზელენსკის და ტრამპის პოლემიკამ ჩაშალა ეს ყველაფერი, მაგრამ ტრამპმა შვენივრად იცის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს უკრაინას. უყურე რაშია საქმე. არაერთხელ მithქვამს და ამ ჩვენს TikTok ეთერშიც გავიმეორებ. სამხედრო დაპირისპირებაში ყოველთვის დომინირებს სამხედრო კომპონენტი. თვითონ საერთოდ ომი რა არის? აი კლაუზევიც ცნობილი გამოთქმა, რომ ომი არის იგივე პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით. ანუ
ამოცანა ყოველთვის ერთია, შეიძლება დიპლომატიით მოხდეს მაგ ამოცანის მიღწევა, შეიძლება მოხდეს მოლაპარაკებებით, რაღაც ეკონომიკური სანქციებით, მაგრამ თუ აი ეს ყველა საშუალება ამოწურავს საკუთარ თავს, მე ერთვება სამხედრო საკითხი, ხო? ხო და სამხედრო საკითხი ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ფრონტზე წყდება რეალურად ყველაფერი. აი ხვალ რომ მაგალითად რუსეთი მართლა ჩამოიშალოს, ну არც არავინ არ მოაწერს მაგ 500 მილიარდ კონტრაქტს ხელს, ხო? უკრაინა იტყვის რომ რა 500 მილიარდ კონტრაქტს უნდა მაგერ მე ვიგებ ომს. ან პირიქით რომ მოხდეს უკრაინის ფრონტი რო დრამატულად ჩამოიშალოს, ეხლა და რაღაც ასეულობით კილომეტრებში რო გაარღვიონ რუსებმა და აი რაღაც დიდი უკან დახევა რო დაიწყოს უკრაინულმა ჯარმა, ეს კონტრაქტიც არ გაფორდება. რუსები იტყვიან რომ რა კონტრაქტს მიფორმებ აგერ გავარღვიე ისედაც ვიგებ. ძალიან მარტივად და სწრაფად. ანუ სამხედრო კომპონენტს აქვს მნიშვნელობა. და ტრამპმა იცის რომ თუ ეგ ლოგიკა მოქმედებს სამხედრო თვალსაზრისით აქ სრული უპირატესობა ამერიკას აქვს. იმიტომ რომ ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინა ომს ვერ აწარმოებს ალბათ ერთი კვირაც კი. აი ჩვენს აუდიტორიას რო აუხსნათ, აი რას გულისხმობ? აი რატო ერთ კვირასაც რატომ ვერ გაძლებს უკრაინა? ომი რა არის? ომი ხო არ არის მარტო რასაც ვხედავთ, ხო რაღაც ტანკები რო გადაადგილდება და სადაზვერვო ინფორმაციებს და ასეთ რაღაცებს. ხო, ანუ ომი შედგება სამი რაღაცისგან, სინამდვილეში. სამი მთავარი კომპონენტი უნდა გააჩნდეს თანამედროვე ომს. პირველი დაზვერვა, ანუ რას ესური, მაგას უნდა ხედავდე, რა უნდა გაანადგურო, მაგას უნდა ხედავდე. მეორე, რო გაანადგურო ეგ ინფორმაცია უნდა მიაწოდო სხვას, აი რაღაცა ხო დაინახე შენ. ეს ინფორმაცია ამ ამოცანის, ამ მიზანის განადგურების ინფორმაცია ხო უნდა მიაწოდო იმას, ვინც მაგაზე საცეცხლე ზემოქმედებას მოახდენს. ეგ არის კავშირი და მესამე არის საცეცხლე საშუალება, რასაც ისური. ხო, აი რაკეტა იქნება, ეს დრონი იქნება თუ ჭურვი. სამივე ეს კომპონენტი არის ამერიკელების ხელში. ხო. უკრაინელების თვალებია ამერიკის მრავალი ათეული სატელიტი, რადიოლოკაციური თვითმფრინავები და დაზვერვა, რომლებიც აფიქსირებენ, ხედავენ მაგაზეც გადავალ. აი მაგალითად ეხა რუსული სადღაც რაკეტა რო აფრინდება, მე ვგულისხმობ აი ფრთოსანი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა, ამას ამერიკელები ხედავენ. რადიოლოკაციური თვითმფრინავებით, რადიოლოკაციური სადგურებით და სატელიტით. ეგ ინფორმაცია რო არ მიაწოდონ, აი საერთოდ დაბრმავდებიან უკრაინელები. აი იგივე აი ჰაიმარსი როა, ხო, ან ატაკამსები როა, რომელიც აი 100 კილომეტრის ზურგში ისვრის, 150 კილომეტრის ზურგში ისვრის. რასაც უნდა დაარტყან. მაგ ინფორმაციას საიდან იღებენ უკრაინელები? თავისი დაზვერვის საშუალება უკრაინელებს არ აქვს. უკრაინელებს აქვთ მარტო ყავთ მამაცი ჯარისკაცები, მეტი უკრაინას არაფერი არ აქვს. ამ ომისთვის. ხო და უყურე რო დააბრმავონ უკრაინელები. ვერაფერს ვერ დაინახავ, აი რაღაც 10 კილომეტრის იქით ვერაფერს ვერ დაინახავ, რა ხდება მეორე მხარეს. ხო იცი ეგეთი ცნება არსებობს ომის ბურუსი. ხო, ომის ბურუსი. აი ეგეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. აი საერთოდ რუსები რა ტერიტორიაზე რა ძალების კონცენტრაციას ახდენენ, საიდან რა რაკეტა მოფრინავს, ან იქით სად უნდა დაარტყან სიღრმეში. ამ შესაძლებლობას უკრაინელები დაკარგავენ. ეგ ჩათვალე რომ ეგ განწირული ხარ. ეგ ერთი. მეორე კავშირგაბმულობა. უკრაინული ჯარი ერთმანეთთან კომუნიკაციას რით ახდენს? შიდა ხაზი რაც არის თანამგზავრული სატელიტი. თანამგზავრული ინტერნეტით, Starlink-ით. ხო. მათ შორის ეს დრონიც რო სადღაც მიფრინავს, ეგეც Starlink-ის მეშვეობით ხდება. თუ რაღაც იმაზე არ არის, თანამედროვე დრონებია, ძაფით აქვთ კავშირი. ხო და
წარმოგიდგენთ კავშირის გარეშე რო დარჩეს. აი ილონ მასკმა რო ხვალ თქვას, ნუ იცი რაღაც შეფერხება ამ უკრაინის ტერიტორიაზე რაღაც კარგად არ მუშაობს. აღარ ვაპირებ უფასოდ. ან საერთოდ თქვას, რომ მე პაციფისტი ვარ, არ ვაპირებ ამ სისხლის ზღვრაში მონაწილეობას, მე ვერ დაუშვებ, რომ ჩემი კერძო კომპანიის მეშვეობით ადამიანები დახოცონ, მნიშვნელობა არ აქვს, ეგ რუსები იქნებიან თუ ვინ იქნებიან და აგრე რომ გამოვიდეს. ხო, ანუ უჩივლებ თუ რა, ნებისმიერ სასამართლოს მოგიგებს. იმიტომ რომ მისი კერძო კომპანია. ჯერტი სასამართლოს ფეხებზე კიდიათ, მაგრამ აი იურიდიულ კონტექსტშიც რო ჩავიდეთ, აი ხვალ რო უჩივლოს უკრაინის მთავრობამ კერძო ბიზნესმენ იმას ილონ მასკი იტყვის, რომ ჩემი პირადი კერძო კომპანია და თუ მინდა რაღაც ტერიტორიაზე გავყიდი და მივცემ ამ ტრანსლირების საშუალებას, თუ მინდა არ მივცემ. და მესამე საკითხი აი სულთა ჭურვი და რაკეტა და ტექნიკა. აი რა არის ახლა ძირითადი ტექნიკა, რაც სასიცოცხლო ჭირდება უკრაინას. პირველი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, პატრიოტები, რომლითაც ხდება აი ბალისტიკური რაკეტების გადაჭრა. ყველაზე რთულად ჩამოსაგდები სამიზნეა ბალისტიკური რაკეტა. პატრიოტია აუცილებელი და თან ყველაზე შორს მოქმედებს, ყველაზე შორი მოქმედების რადიუსი აქვს პატრიოტს. ძალიან ძვირი ღირს მაგის რაკეტები, დაახლოებით 4 მილიონი, 5 მილიონი ღირს ერთი რაკეტა წარმოიდგინე, ერთი გასროლა. ეს არის პატრიოტები, ჰაიმარსები, ერთადერთი საშუალება უკრაინელების, რომ რუსეთის სიღრმეში მიიტანონ დარტყმა. 100 კილომეტრის და 150 კილომეტრის რადიუსში, რომ ზურგს დაარტყან, აი ჯარის კონცენტრაციებს, საწყობებს და შემდეგ. ეგეც ამერიკელების არის, ესტონეთი არ აწარმოებს ჰაიმარს. ისიც ძვირადღირებულია და დოზირებული, ანუ იმ მასშტაბის წარმოება არ აქვს ამერიკელებს, რომ რაღაც დიდი რაოდენობით მიაწოდონ, იმიტომ რომ ძვირია. ხო, კერძო კომპანია როგორც ყველა კერძო კომპანია აწარმოებს, კი. ეგ მეორე, ანუ პატრიოტი, ჰაიმარსი და პური ამომის ჭურვი 155 მმ-იანი ჭურვები. ძირითადად ამ ჭურვებს აძლევს ამერიკა. ესტონეთი არ აძლევს ამ ჭურვებს, არც გერმანია. გერმანიას ეს რაც ჰქონდა საწყობებში, ყველაფერი მისცეს უკვე. კი. ანუ ყველაფრით, ყველანაირად ამერიკელებზე არიან დამოკიდებული. აი ასეთი ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია ტრამპს უკრაინას ფრონტი ჩამოუშალოს. ერთ კვირაში. ახლა რომ თეთრმა სახმა განაცხადა, რომ არაფერს აღარ, ანუ არანაირ დახმარებას აღარ გაუწევთ. რამდენად რეალურია ხა ეს? ანუ მაშინ მართლა დაიწყებს რუსეთი მასშტაბურ შეტევას და კიევზე წავა, ხო? ანუ იდეაში თუ კი მასე დადგეს აქ. ხო და უყურე ხა მე არ ამგონია ეგრევე ჩამოშალოს უკრაინა, მაშინ იმ 500 მილიარდიან კონტრაქტსაც დაკარგავს, იმიტომ რომ მაგაზე პუტინი თავაზობს, პუტინი ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნედლეულებზე ამერიკულ კომპანიებთან უკრაინის ტერიტორიაზე. ეგ ეხლა ეუბნება, კაცო, ეგ ეხლა ეუბნება. პუტინი ეხლა ეუბნება, ხო, ანუ ეხლა რო გააკეთონ ეს. თუ ფრონტი ჩამოვეშალათ უკრაინელებს და ჩვეულებრივად უპრობლემო წინ მიიწევს რუსეთი, მერე სხვანაირად დაელაპარაკებს, სხვა პირობებს დაუსახელებს. ამიტომ მე არ ამგონია ტრამპმა ეგრევე ეხლა დააბრმავოს უკრაინელები და ეგრევე ისქნას რაღაცა უკრაინელები რაღაც მოიშოროს, მაგრამ რაღაცა მინიშნებებს გაუკეთებს. აი რაღაცა შეიძლება ფინანსებით დაიწყონ ჯერ. ეხლა არ არის გამორიცხული ირიბი რაღაცეებიც გამოიყენა. მაგალითად გარკვეული გამოძიება დაიწყონ კორუფციასთან დაკავშირებით. ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ძალიან ბევრი ფული გაიფლანგა, ხო? არა მარტო ამერიკაში, უკრაინაში ძალიან ბევრი ფული გაიფლანგა. შეიძლება მე დარწმუნებული ვარ, ეგ უდევთ უკვე გამზადებული მასალა იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ რაღაც რამხელა მასშტაბის კორუფცია იყო ზელენსკის პირობებში. თუნდაც ჩრდილოეთ შეიძლება საინფორმაციო დარტყმით დაიწყონ. მიხვდი? შეიძლება კონკრეტულ ზელენსკისთან დაახლოებულ ვიღაც ბიზნესმენებზე
სანქციები გამოაცხადონ, ანუ ჯერ ამით დაიწყებენ. მე არ მგონია რომ ეგრევე ფრონტი ჩამოუშალონ ახლა უკრაინას. ეგ ტრამპს რა შეაწყობს? ტრამპს აწყობს, რომ უკრაინაც ბოლომდე არ დაჩაგროს, ხო? ახლა ისიც არ აწყობს, რომ შეიძლება უკრაინის ინტერესები ამ ყველაფერში ანუ კარტები უჭირავს ტრამპს. ხო, თან რატომ ისწრებს, რატო შეასუსტებს საკუთარ კარტებს ისე, რომ უკრაინა დააჩოქოს საერთოდ. მაშინ პუტინს უფრო მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს, ხო? მე მგონია, რომ ჯერ დაიწყებენ საინფორმაციო ოპერაციებით, გამოძიებებით ზელენსკის მთავრობის მიმართ, რაღაც FBI დაიწყებს გამოძიებას, კვლევას, იქ რაღაც უკრაინის CIA რაღაც დოკუმენტებს გამოაქვეყნებს, ოღონდ ობიექტურ დოკუმენტს, მე იმას კი რომ რაც ტყუილია. რეალურად რაც კორუმპირებული უკრაინელები ჩვენ ხო ვიცით რომ კი მაგას იპოვიან. მაგით შეეცდებიან ზემოქმედებას ზელენსკიზე. თუ ეს არ იქონიებს გავლენას არ არის გამორიცხული რომ მე ამ სამხედრო ზემოქმედებამდე მივიდეს საქმე. ანუ აი რაღაც მაგალითად ცოტა შეაფერხონ Starlink-ი რაღაცა ტერიტორიაზე და რაღაც მიმართულებაზე. ხო თავისუფლად ხო შეიძლება შენ ერთი ხარკოვში შეაფერხო Starlink-ის მოქმედება, შეგიძლია შეაფერხო სადღაც ზაპოროჟიეში. ხო და შეიძლება ზაპოროჟიეში შეაფერხოს მასკმა და იქ ფრონტი დაიკარგოს. ეგეც ხომ ძიმე სიგნალი იქნება ზელენსკისთვის. ამიტომ მე არ მგონია რომ მანამდე მივა. მე მგონია რომ უფრო მარტივად მოახდენენ ზემოქმედებას ზელენსკიზე. თან ტრამპმა ხო რა აღნიშნა რომ ჭკუაზე აზრზე რომ მოვაო შეუძლიაო დაბრუნდეს. ხო, როცა შვიდობა როცა მოუნდება, ანუ ესე იგი ეგ მაგას ხო, როცა აზრზე მოვაო და მოუნდებაო შვიდობის გაფორმება, მე დაბრუნდესო, ანუ რაღაც მგლის ბილეთით არ გაუშვიათ იქიდან. კი გამოაგდეს თეთრი სახლიდან, მაგრამ ეგ უფრო საკუთარი აუდიტორიისთვის გააკეთა ტრამპმა. ამიტომ თან ახლა ბრიტანელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ზელენსკი დააბრუნონ ტრამპთან და თვითონაც აღმოჩნდნენ ამ გარიგებაში. ბრიტანელებს ხა რა აწუხებთ. ხო, ეს თვითონ არიან აუტსაიდში. ვერ იგებს ხოლმე. ბრიტანელებისთვის რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხა ზელენსკი დაბრუნდეს იქ და ცოტა დაალაგონ ეს სიტუაცია ტრამპთან და უკრაინას კონდეს ძლიერი პოზიციები ჭალებში ომში. რატომ არის ბრიტანელებისთვის ესე ძალიან მნიშვნელოვანი? ამერიკას თვითონაც უნდა. ბრიტანელებს არა. იმ მაგიდასთან თვითონაც უნდა რომ აღმოჩნდეს, სადაც რესურსებზე და ფულზე მიდის საუბარი. ანუ ეხლა რა მოხდა? რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა შეთანხმდა უკრაინაზე. ანუ უკრაინის საკითხზე შეთანხმდა. შეთანხმება გამოიყურება შემდეგი ფორმით. ცესხს ვაჩერებთ, ანუ საბრძოლო მოქმედებებს ვაჩერებთ. მერე აი ceasefire რასაც ეძახიან, აი გაყინვა. მერე შევდივარ შეწყვეტა ceasefire, ცესხლის შეწყვეტა, ხო, ცესხლის შეწყვეტა. ამ სტატუსამდე მივდივართ. მერე ვიწყებთ მოლაპარაკებებს. რუსეთმა რა ტერიტორიების დაიკავა, ანუ რისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახერხა. ეგ ტერიტორია de facto რუსეთს დარჩება, მაგრამ არავინ არ აღიარებს მაგას. ყველანი დოკუმენტებში იურიდიულად ვიტყვით, რომ ჩვენ ვცნობთ მხოლოდ ერთიან უკრაინის ამ ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის სტატუსით. მოხდება რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზეც ამ მინერალების და იშვიათი მეტალების მოპოვება ამერიკული კომპანიების მიერ არა მარტო რუსეთი, ანუ ამერიკულ-რუსული კომპანიები გააკეთებენ ამას, ისევე როგორც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამას ამერიკელები გააკეთებენ. ანუ ამერიკელები იქაც ნახავენ ხეირს და იქაც. ამის გარდა პუტინმა უთხრა, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც
ნება ისა გამოთქვა სურვილი რომ რუსეთის ტერიტორიაზეც შემოვიდეს ამერიკული კომპანიები რომ რუსეთის წიაღისეულის მოპოვება მოხდეს ერთობლივად ან წარმოიდგინე ამაზეც მიდის პუტინი მათ შორის ეხლა მიდის საუბარი რომ ჩრდილოეთ ნაკადი აღდგეს ანუ რუსეთმა გააგრძელოს გერმანიისთვის გაზის მიწოდება ოღონდ ამერიკელების მეშვეობით კი ანუ ამერიკელებს წილი არ აქვს გარიგებიდან მანამდე ეს გარიგება არის ბოროტული ტერორისტული ჩაიშლება ხო და ჩაიშლება ანუ რა თქმა უნდა ჩაიშლება და როცა უკვე ამერიკელები ერთვებიან ну ეს უკვე სარფიანი გარიგებაა შეიძლება ითქვას კი ანუ წარმოიდგინე სუფთა ტექნიკურად ჩრდილოეთ ნაკადით აი სანქტ-პეტერბურგიდან ეს ხო გადის ეს გასადენი ანუ ჩვეულებრივ გაზი შედის გერმანიის ტერიტორიაზე მაგრამ ისე გაფორმდება რომ ამერიკელები ყიდულობენ ამ რუსულ გაზს და ამერიკელები მიყიდიან გადამყიდველი გახდება ანუ უბრალოდ ამერიკის სტატუსით მოხდება აქაც იხეირებს ამერიკა შემდეგ უნდა შეთანხმდნენ არტიკის ერთობლივ ექსპლუატაციაზე არტიკაშიც იგივე უნდა გააკეთონ რუსეთმა და ამერიკამ გრენლანდია გამოცხადებული ეხა ხო ამიტომ უნდა გრენლანდია რომ გრენლანდიიდან მარტივად აღწევ მერე არქტიკამდე ხო ფაქტობრივად სტრატეგიული წერტილი არქტიკის კონტროლისთვის ეგ ადგილი კი მე ვისაც გრენლანდია ხო და უკვე ეხა აქ არის საუბარი ტრილიონობით დოლარზე აქ მარტო მილიარდებზე არასა ტრილიონობით დოლარზე ხო ეხა რაც ჩამოვთვალე და აქ ამ გაყოფაში არსად არ ჩანს ევროკავშირი არსად არ ჩანს არც ერთი ევროპული ქვეყანა და არსად არ ჩანს ბრიტანეთი ხო ინგლისი რომელსაც მაინც აწუხებს ეს ძველი იმპერიული რაღაც კომპლექსები მაინც წარმოუდგენია რომ რაღაც ინგლისია ამ ინგლისელებს ჯერ ისე ის იმპერიული ვიქტორია დედოფალი ვიქტორიას ის იმაში არიან რა ანტურაში ხო და ეს აწუხებ ბრიტანელებს რომ თვითონ აი ხეირს ვერ ხედავენ ამ ყველაფერში და ამიტომ არიან რომ ამ ზელენსკის მხარდაჭერას აფიქსირებენ თქვენ რა გონიათ რომ ეს უკრაინა უყვართ ბრიტანელებს და ესა უკრაინაზე ზრუნავენ საკუთარ თავს ვერ ხედავენ ამ მოლაპარაკებებში საკუთარ წილს ვერ ხედავენ ამიტომ ეხა მაგათი ზელენსკის დაპატიჟება და მე კვლავ ტრამპთან დაბრუნება იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ შუამავლები ვიქნებით ამ ფასილიტაციაში ისინი მოითხოვენ საკუთარ წილს როგორც ხდება ხოლმე ბიზნესში და არ არის გამორიცხული რომ რაღაცა თვალსაზრისით ტრამპმა ისინიც დაუშვას ევროკავშირმა ხო გამოთქვა სურვილი რომ თვითონაც ჩართულიყო ამ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რესურსების მოპოვებაში რამოდენიმე კვირის წინ რო განცხადება გაკეთდა თუ გახსოვს შენ ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა რომ ჩვენც გვინდაო ოღონდ ისე არაო რომ უკრაინის ტერიტორიაზე ოღონდ ისე არა რომ უკრაინელი ხალხი დავჩაგროთო და მათი რაღაცა გაძარცვის ფორმა მიიღო ცოტა კულტურულად გავაკეთოთო ეს ყველაფერი რა იცი დემოკრატიულად გავძარცვოთ ამიტომ ძალიან მარტივადაა ყველაფერი სიანდვილეში ну რესურსებზე და ფულზე მიდის საუბარი როგორც იყო ჩვენ ასევე ხალხს ვეუბნებოდით და ეხლა მაგან გამოიწვია ჩემი აზრით ყველაზე მეტი ემოციები, ანუ ჩვენ უპრეცედენტო მაყურებელი გვიყურებს, უბრალოდ მინდა ყველას ვინც ახლა შემოვიდა ვთხოვო რომ გამოიწეროს გიორგი ქარდავას პროფილი, ჩემი პროფილიც და ალაიქეთ და შეგიძლიათ ნენელა კითხვები დაწეროთ, ჩემი მოდერები ამოარჩევენ ცოტა ისეთ კითხვებს, რაზეც თან გიპასუხებთ. და რაც ყველაზე ხშირი იყო ანონსის დროს დადებულზე დაწერილ კითხვებზე იმით დავიწყოთ. ანუ ჩვენ ვამბობდით, ანუ ესე იწყება რა, მათი ნარატივი და მათი ფორმა მომართვის, რომ ჩვენ რომ ვამბობდით, რომ როგორც უკრაინასთან გადაწყვეტავენ ამერიკელები და რუსები, რაელის უკრაინას, დაახლოებით კი არა, ზუსტად იმბედს გავიზიარებთ ჩვენ, ანუ ესეთი იყო მაგალითად პროგნოზი და ახლა რადგან სიტუაცია ასეთია, რომ შეიძლება საერთოდ მიატოვონ
უკრაინა და რუსეთის ხახაში აღმოჩნდეს და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი უტრირებული ფორმა ქონდა მაგას. დაახლოებით ხომ ასეა. აი ჩვენ საქართველოში ხდება ანაკლის სპორტის პროექტი, რომელიც ასევე არ არის ამერიკის ინტერესებში, რომელიც ჩინელებს საფრთხეში ჩაგდებული, შუადერეფნის პროექტი, რომელიც ძირითად ინფრასტრუქტურას ჩინელები აკეთებენ. აი ამ ადგილზე იქნება ასევე ბრძოლა, როგორც აი თუნდაც ჩრდილოეთ ნაკადზე ამერიკელები აპირებენ ჩაზიარებას. აქაც იქნება ემცდელობა თუ ამ ადგილს უბრალოდ არ შეეხება ამერიკა. მაინც ძალიან ზედმეტად რუსეთის კონტროლის ქვეშ ტერიტორია ხო არ არის? თუ პირიქით, აქაც ტრამპის საყვარელ სიტყვებს გამოვიყენებ. აი რა კარტები, აი რა შესაძლებლობა და ბერკეტი აქვს ტრამპს, რომ გავლენა მოახდინოს ამ მიმართულებით ამ პროცესებზე. ხო ძალიან ცოტა აქვს. თუ კავკასიაზე ვილაპარაკეთ, ფაქტიურად მართლა ცოტა აქვს, მაგრამ თუ არაფერი ერთადერთი გავლენა აქვს აი ნაციონალურ მოძრაობას და ეს პროდასავლელები დააფინანსოს. ხო, აი ობიექტურად, რომ ჩაშალოს ეგ შუადერეფნის არტერია. ხო, ეგ პროექტი რომ ჩაუშალოს ჩინეთს. აი რა შეუძლია გააკეთოს, აი რომ დავფიქრდე ტრამპი ხართ ერთ სახში და არ გინდა რომ ჩინეთის პროდუქციამ გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე. რა უნდა ქნა? ერთადერთი ანტირუსული თავში მოგდის. ხო, ანტირუსული ძალები, პროდასავლური ძალები უნდა დააორგანიზოთ, დააფინანსო და ისინი ძალაუფლებაში მოიყვანო, რომლებიც მერე ჩაშლიან აი ბინძურ ჩინეთს არ მისცემენ საშუალებას, რომ რაღაცა საქართველოს მიხეიროს. საქართველოს მიხეიროს. არ გვინდა ჩვენ ეს ბინძური კომუნისტური პროდუქციები გაუმარჯოს ამერიკას. ხო და ყურე თეორიულად ეგ შესაძლებელია. ეგ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მაგ შემთხვევაში შენ ჩინეთს უნდა დაუპირისპირდე და რუსეთსაც უნდა დაუპირისპირდე, ხო? რუსეთი ხო მტკივნეულად შეხედავს რუსეთში ღია აგრესიული ანტირუსული ძალების ასე ვთქვათ რევანშს. ხო ასეა და რა საერთო ჯამში გლობალური შეთანხმება იდება მაგ ჭრილში საქართველოს გამო მაგ დიდი პროექტის მიმართ ჩრდილის მიყენება ტრამპს არ უღებს. მაგიტომ არ აქტიურობს ჩვენი მიმართულებით, მაგიტომ აქვს დავიწყებული. იმიტომ რომ აქ ზემოქმედების ბერკეტი აქვს ძალიან შეზღუდული. მიხდი თვითონ ვერ ზემოქმედებს. მთლიანად არის დამოკიდებული აი აქაურ ამ პროდასალურ ელექტორატზე. და მაგის ხარჯზე ხა ჩინეთთან და რუსეთთან შეხვიდე დაპირისპირებაში, ძალიან ისეთი ძალიან ვაბანგზე წასვლა მოუწევს ტრამპს. და მაგიტომ არ აქტიურობს, აი რატო არ ახსენებს საერთოდ ჩვენს რეგიონს ტრამპი. საერთოდ არც ტრამპი არავინ არ ახსენებს მის ადმინისტრაციაში ვინმე უხსენებია ჩვენს რეგიონზე გულისხმობ ის კი არა რომ საქართველოს და რაღაცა საქართველოში დემოკრატების თითქმის უკვე ბაიდენი ლაპარაკობდა საქართველოს. ხო, თითოეულ პოლიტიკოს საფასებდნენ დემოკრატების ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ეგაც მკვეთრი განსხვავებაა რომ თვითონ საგარეო ინტერესიც რა დონეზე გაქრა, ხო? ამ რეგიონში ეგ სიმაჩვენებელი შეიძლება იყოს, რომ ამ ადგილზე რადგან არ აქვს ბრძოლას აზრი, არ აპირებს ამერიკა არანაირ ბრძოლას, ყოველი გამო. ამ ჩვენს ტერიტორიას ვინაიდან ჩვენ ტერიტორია ვინაიდან პრიორიტეტული არ არის ტრამპისთვის, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ზემოქმედების ბერკეტი ნაკლებად აქვს და ამ იზოლაციონისტურ პრიზმაში საქართველოს და ამ რეგიონის გამო ეხლა შენ ღია დაპირისპირებაში შეხვიდე რუსეთთან და ჩინეთთან აგერ უკრაინის გამო არ შედის იმ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში პუტინის მიმართ უფრო კომპლიმენტარულ განცხადებებს აკეთებს უფრო პატივს ცემს აი ფაქტია ეხლა რომ ტრამპს რომ მოусმინო პუტინს უფრო პატივს ცემს ვიდრე ზელენსკის ზელენსკის ისე აბუშად მოისმენია გაგიკვირდება ხო ტრამპი პუტინის პაროდიას არ აკეთებს იმპრეშენებს და ისე არა პუტინს ის აღიარებს ის საკუთარი ასე ვთქვათ საკუთარი წონის
იმათ მიიჩნევს პოლიტიკოსად, ისევე როგორც სინძინპინს და ზელენსკის მიმართ უკიდურესად ისა უპატივცემლობას გამოხატავს ფაქტი ახლა გაის ხმარობს ეგეთ სიტყვა გაი ბიჭი და რაღაცა მანამდე ხა რეები აქვს ნათქვამი ზელენსკისთვის ხო დიქტატორი უწოდა კომედიანტი უწოდა საშუალო კლასის კომედიანტი აი მაქსიმალურად ცდილობს რომ აი ვერი თოკავს თავს მე მგონია რომ ვაჭარიც ხო აი თავის სტატუსად არ აღიარებს თვითონ რა სტატუსშიც არის ხო და აი ქავთარაძე ირაკლის კითხვა რომ ველოდებოდი როდის მოხდებოდა ეს ანუ ჩინეთს ჩავბარდეთ იმიტომ რომ ტრამპმა გადაწყვიტა ანუ რას გვირჩევთ ეს რა ანალიზია უბრალოდ ეს ანალიზია ანუ ნუ რა ვიცი თუ გინდა მარსზე გავფრინდეთ მე გეუბნები რაც ხდება და ეხა შენ თუ რაღაც ზღაპრების გაგონება გინდა ჩემგან მე ზღაპრებს არ მოგიყვები ზღაპრები იმედზეა და მთავარ არზე მე გეუბნები რაც ხდება დააწი შენ თვითონ გამოიტანე ანალიზი და შენ თვითონ დაასკვენი ხო რავი არ ჩავბარდეთ ჩინეთს აი მე გეუბნები რავი ერთად მეც გეუბნები არ ჩავბარდეთ მიუხედავად ჩვენს თავს და პრაგმატულად გავთვალოთ არავინ არ არის შენსკენ და შენი ინტერესებისკენ საერთოდ ბევრი აი ესეთ კომენტარებზე მე მინდა ყველას გირჩიოთ ხა ბევრი ზემოთაც იყო რა ხა აბა რა ვქნათ და ხელებთ ყურები ჩამოუშვათ და რაღაცა მაგა რაღაცას გეტყვით რა დაგუგლეთ ბუთანის სამეფოს ესეთი სახელმწიფო არის აი კახეთზე ოდნავ პატარაა აი დაგუგლეთ და მათ წაიკითხეთ როგორ არსებობენ აი ჩინეთს და ინდოეთს შუაში არის დამოუკიდებელი სამეფო და როგორ ინარჩუნებენ თავის დამოუკიდებლობას და არც ერთ საერთოდ როგორი რაღაცა იცი აი ქართველებს გვაქვს ერთი ჩემი აზრით რაღაც თვალსაზრისით მავნებლური თვისება ყველას აი ჩვენს იმაში ეგ ხასიათში რომ ადამიანები ან გვიყვარს ან გვეზიზღება აი ყველაფერში ვართ უკიდურესობებში აი სახელმწიფოები ან ჩვენი ძმაკაცები არიან ან ჩვენი მტრები აი ეგრე უყურებთ სამყაროს აი შავ თეთრად უყურებთ სამყაროს აი ხა უყურე ამ ადამიანის ისიც რა არის ხა პრეტენზია რანაირად ჟღერს რომ რაღაცა ოპტიმისტური არ თქვი არაფერი კი რაღაცა კარგი არ თქვი ისეთივე მართლა და გაბრაზდა ანუ ჰეპი ენდი არ ჩამოუყალიბე და გამიბრაზდა რატო როგორ ჰეპი ენდით უნდა დაასრულდეს ყველაფერი და კაცო მე აქ რაღაც ზღაპრების მოსაყოლად და ჩემი აზრების მე აქ აზრებს კი არ ვამბობ მე ვამბობ ობიექტურ ინფორმაციას რაც ხდება და აქედან გამომდინარე მე უნდა ვიხემძღვანელოთ დასვნა რა უნდა გამოვიტანოთ დასვნა ის უნდა გამოვიტანოთ რომ ამერიკა და ევროპა შენს გამო არ იუმებს და რუსეთთან რო აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში ჯერთი არიო აქამდე უკვე ეს დაფიქსირდა არაერთხელ მაგრამ ნუ ეხლაც კიდევ ერთხელ ფიქსირდება რომ შენს გამო არავინ არაფერს ყურს არ შეიბერტყავს 3 დღეც არ იგლოვებს არავინ ალბათ საერთოდ არც მიაქცევენ ყურადღებას რამე რო დაგვემართოს ღრმად აღშფოთდებიან მაგრამ ტრამპმა შეიძლება არც შეიმშინიოს ეგაა რეალობა ეგ რეალობა ყოველთვის იყო სინამდვილეში ეგ ყოველთვის იყო ბაიდენიც იგივე პრინციპით მოქმედებდა უბრალოდ გატყუებდა მანამდე ხო და ნუ ტრამპი ახლა ღიად გიფიქსირებს რა ანუ რუსეთს თუ აწყობს ეგ რომ აქ ჩინეთის გავლენა იყოს ანუ მე ეგ ვერ გავიგე და მაგიტო ვკითხულობ ბოდიში რა თქმა უნდა მე ზემომეჩვენა წეღან კითხვა ანუ რუსეთს აწყობს თუ არა რომ ჩვენ აქ ჩინეთი შემოყვავს ანუ როგორც მოთამაშე რუსეთს რა თქმა უნდა არ აწყობს რუსეთის ბუნებრივი ინტერესია თვითონ იყოს ყველგან თავისი გავლენები იყოს რა თქმა უნდა არ აწყობს მიუხედავად იმისა რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან რუსეთი და ჩინეთი რუსეთს ურჩევნია რომ აი ეს ტვირთი რაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს ჩინური ტვირთი ეგ ტვირთი რუსეთის ტერიტორიით გავიდეს ევროპაში მაგრამ ჩინეთს ვერაფერს ვერ ეუბნება იმიტომ რომ ჩინეთია დიდწილად დამოკიდებული და ჩინეთი ერთ-ერთი მისი პარტნიორია ამიტომ იტანს ჩინურ ინვესტიციას და ჩინურ ინტერესებს საქართველოში რაც ჩვენთვის
დამატებითი ფაქტორია უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის წინააღმდეგ. ანუ რაც უფრო მეტი ჩინური ინვესტიცია გაჩნდება საქართველოში, ეგ რაღაცა კუთხით რუსეთისგან თავდაცვაც არის. ნუ სანამ რამე ისეთი საინტერესო კითხვა წამოვა, კიდევ იყო ერთი თემა, ზუსტად აი ამ რესურსებზე და ინტერესებზე იყო და როგორც მივხვდი საზოგადოებაში, საკმაოდ არ არის ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული აზრი, რომ ინტერესების გამო, რესურსების გამო ხდება ძირითადად ომები და კონფლიქტები, მაგრამ ერთ-ერთი გირჩის ერთ-ერთი წევრია იმ გირჩის, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია, იარგო ხუჩიას გირჩს გულისხმობ, რომელსაც ჰქონდა ესეთი კონტრავერსიული აზრი, თვითონ თავის წრეში ცოტა გაუგებროები გამოიწვია და შემდეგ მე რას ამ მოვლენების გარშემო რასაც დავაკვირდე ტრამპი ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, ყველა პოლიტიკური მხარე როგორ აფასებდა სიტუაციას და რას წერდა, ამას უყურებდი და ანუ აი ესეთი აზრიც გაჟღერდა ლიბერტარიანულ ფლანგზე, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს ქართულ ბუნებრივ რესურსებზე და ნედლეულზე ეკონომიკური ინტერესი, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით უკიდურესად უსაფრთხო ქვეყანა და გვეშველებოდა, ანუ ჩვენ რომ დავთვალოთ და ჩამოვაყალოთ ბიზნეს პროექტები და შევთავაზოთ ამერიკას ჩვენი რესურსები, ჩვენ მაშინ ვიქნებით უსაფრთხოდ. აი და რატო არ გააკეთა? რამდენად რეალურია? 15 წლისგან. კაცო, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბოლო 34 წელია იმართება ამერიკელების დირექტივებით პირდაპირ. და რატო არ განახორციელეს ამერიკელებმა ინვესტიციები? ვინ შეუშალა? რატო არ თავაზობდა თავის უფროსებს? აი, კაი. ერთი ეს მთავრობაც დიდწილად პროამერიკული იყო, ეგ ეხლა რაღაც დაიწყეს, თორე ბოლო 12 წელიწადი ყველაფერში ემორჩილებოდნენ ამერიკელებს. მათ შორის ამერიკელებს აშენებინებდნენ ხაზარაძესთან ერთად იმ ანაკლის ღრმაწყლოვან პორტს. ხომ ასეა? ხო არაფერს არ ვიტყუებ. კი, ამერიკელებს უნდა აეშენებინათ. მაგრამ აი დაუშვათ ოცნებას, აი სააკაშვილი ხო იყო, აი ბუშიც კი ჩამოვიდა თავისი ფეხით და ამ შემდეგ. ანუ რატო არ შემოვიდა ამერიკული ინვესტიციები? ვინმე წინააღმდეგი იქნებოდა, აი ვინმე რაღაც დაუწვებოდა რაღაც იმას ამერიკულ ინფრასტრუქტურას წინ და პროტესტ გამოთქვამდა, სიხარულით შეხვდებოდა ხალხი. იმიტომ რომ არ შეუძლია ამერიკას, უყურე ამერიკა როგორ მოქმედებს. ძალიან მარტივია რა. როგორც აღნიშნე, საერთაშორისო ურთიერთობებში, აი საერთაშორისო ურთიერთობები და ბანკო, ანუ კარტა ძალიან გავს ერთმანეთს. აი ჩვეულებრივ იმაში, ჯოკერის თამაში, მაგალითად, თავარი ის კარტა რომელია, ხო არის ჯოკერი, რომელიც ყველაფრით ერევა, ხო? აი ყველა დანარჩენ კარტას ჯოკერით მოუჯოკრავ. კი, ყველა კარტს რო ჭრის. საერთაშორისო, ხო, ყველა კარტს რო ჭრის, ეგრე საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის პროექცირება, ანუ სამხედრო ძალის პროექცირება, ანუ სამხედრო ძალის გამოყენების საშუალება არის ჯოკერი. შეიძლება დიპლომატიით ვერ აგვარებ, პოლიტიკით ვერ აგვარებ, ეკონომიკით ვერ აგვარებ, მაგრამ აი ჯოკერი გაქვს სამხედრო ძალა. აი რუსეთი მოქმედებს ეგრე ჩვენ შემთხვევაში. დიპლომატიით, ეკონომიკური რაღაცებით. მაგრამ მე ტანკით აგვარებ. ხო, ბოლოს სამხედრო ძალას იყენებს. ამერიკას რო შეეძლოს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში რო შეეძლოს სულთა ტექნიკურად ძალის პროექცირება, მერწმუნეთ აქ უკვე ამერიკული ინვესტიციაც იქნებოდა და ბაზებიც იქნებოდა. ისევე როგორც ათეულობით დედამიწის წერტილში ამერიკას აქვს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა. არც შეგვეკითხებოდნენ ჩვენ, კაცო, ერთი სიხარულით შეხვდებოდა ხალხი, მაგრამ რომ წინააღმდეგობა ყოფილიყო, არც შეგვეკითხებოდნენ, ისე გაჩნდებოდა აქ ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა. მაგრამ ვინაიდან ამ რეგიონში ლოჯისტიკიდან გამომდინარე, გეოგრაფიული მახასიათებლიდან გამომდინარე, რუსეთს აქვს სამხედრო უპირატესობა, ამერიკა არ რისკავს. ანუ არ შედის ისეთ რეგიონში, სადაც შეიძლება დამარცხდეს. არათუ საქართველოში, უკრაინაში არ შედის.
აი როგორც ახლა რუსეთს გაუჭირდება, ხო, თავისი სამხედრო წარმონაქმნის შექმნას სადღაც კარიბის ზღვაში. ხო გაუჭირდება, იმიტომ რომ სრული უპირატესობა აქვს ამერიკას. აი იქ ამერიკა დომინირებს. ასევე გეოგრაფიული მახასიათებლიდან გამომდინარე. ოკეანეა ამ შემთხვევაში ამერიკის მოკავშირე. ხო, შენ სადღაც გემი უნდა წაიყვანო იქ, რაღაც 12000 კილომეტრის იქით. და ამერიკას ყველაფერი ახლოს აქვს. იქვე აქვს ყველაფერი. ხო, შენ რის გემი ჩაგიძიროს, შენ სანამ მეორე გემს წამოიყვან, კი დამთავრდა იქ ყველაფერი. ამიტომ მაგ ლოგიკიდან გამომდინარე არაკეთებს ამერიკა არაფერს საქართველოში, იმიტომ რომ იცის რომ რამე რომ მოხდეს, აი სამხედრო დაპირისპირებამდე რომ გადაიზარდოს საქმე, აქ ამ რეგიონში ის ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ამიტომ სადაც არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით შესვლა, იქ არც ინვესტიციებს არ აჩენს. თორე რო შეეძლოს საკუთარი ინვესტიციების აქ დაცვა, მერწმუნეთ დიდი ხნის წინ იქნებოდა ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული. არავინ არ შეგვეკითხებოდა ჩვენ საერთოდ. მით უმეტეს ხალხის სიხარულით შეხვდება. დაგვიწერეს აქ დაბლა. მოკლედ ეს არის აი ესე უკრაინის თემაზე საფრანგეთის ჯარის დადგომას როგორც სამშვიდობოების თუ დაეთანხმება რუსეთი. ანუ ეს ვარიანტიც ხო არის ერთ-ერთი რეგულირების, რასაც ეხლა ამუშავებენ იდეაში ამერიკას უნდა შეთავაზონ ისე საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და უკრაინამ. ეს არის მაკრონის რაღაცა იდეა ფრანგული ლეგიონის თუ ფრანგი ჯარისკაცების სამშვიდობოებად ჩაყენება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც უსაფრთხოების გარანტია. ამას როგორ შეხვდება რუსეთი შენი აზრით დათანხმდება თუ არა? ну რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა, ხო, ერთი ვერსია, რაც თავად საფრანგეთმა და რაღაც ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა, რომ უშუალოდ აი გამყოფ ხაზზე კი არ დადგებიან, სადღაც აი ზურგში დადგებიან ეს ევროპული სამშვიდობოები, რაღაც ოდესაში, ნიკოლაევში, არ ვიცი ზურგში რა უნდა აკეთონ, მაგრამ თუ დგები გამყოფ ხაზზე უნდა დადგე, ხო, ეხა იქით კიევში თუ ხარ და რაღაცა ზურგში არ ვიცი. ეგ ერთი ვერსია. რუსების მხრიდან ჩვენ რაც მოვისმინეთ, აი ლავროვმა გააკეთა განცხადება, მე მგონი ერ-რიადის მერე. ერ-რიადში იმ ამერიკელებს რო შეხვდნენ იმ მოლაპარაკების შემდეგ, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო ძალის გამოჩენა უკრაინის ტერიტორიაზე. მთელ უკრაინის ტერიტორიაზე, ზურგში იქნება თუ გამყოფ ხაზზე. ამიტომ ეხლა რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კაციშვილმა არის ეს. თუმცა ფაქტი რა არის, იცი? ნუ რუსეთსაც როგორც ჩანს მოსწონს ეს ტრამპის შეთავაზება. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ხარ რასაც პუტინს ვატყობ ის რაღაც განცხადებებს ხო აკეთებს და რა შეთავაზებასაც თავად საპასუხოდ უშვებს, ნუ ეჩქარებათ როგორც, მაგიტომ ეჩქარება როგორც ჩანს ამ ტრამპს, რომ სწრაფად მოახდინონ ეს შეთანხმება. ამიტომ ძნელია. მე უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი? ვინ უნდა დადგეს აი სურო რუსეთი დათანხმდეს, აი ევროკავშირის ქვეყნები, აი პოლონეთმა განაცხადა, რომ ისინი არ შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე. კატეგორიულად უარზეა, იმიტომ რომ ერთადერთი ვისაც მეტნაკლებად აი ბრძოლის უნარიანი, რასაც ქვია, ჯარი ყავს, არის საფრანგეთი. თუმცა, ნუ აგერ იმაში რას უშვებიან აფრიკაში, ხედავთ. ხო, ვაგნერი და ჩინეთი რას უშვება, ხო, რაც ისტორიულად საფრანგეთის გავლენის ზონა იყო, კოლონიები იყო და ფრანგულენოვანი ქვეყნებია. იმ აფრიკის ქვეყნებში. თითქოს ფრანგულად ლაპარაკობენ. იქიდან განდევნეს, ხო, ბურკინა ფასო, იქიდან განდევნეს საფრანგეთი. იქ ვერ იცავს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს, სადაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვს და ისტორიულად ყოველთვის დომინირებდა. იქ აღწევს რუსეთი და ჩინეთი და
არ ვიცი, ეგ ძნელი სათქმელია. აი მათი პროექტიდან რაც ცნობილია, ეს არის არა ეხლა ჩაყენება, ანუ ჯერ უნდა ვიდეობა უნდა დაიდოს, ხელი უნდა მოეწეროს და შემდეგ ესე უნდა დადგენ აი კიევის ჩაყოლებაზე რა, ანუ ფრონტის ხაზთანაც არა. ანუ მაქსიმალურად შორს და მაგრამ ანუ ამ ეს ლავროვს ძნელია, ანუ მაკრონმა იმდენჯერ რაღაცა განცხადება გააკეთა, ხო გახსოვს ერთი წელიწად ნახევრის წინაც რომ ჯარები უნდა შეეყვანა უკრაინაში. კი. საერთოდ მაკრონი რომ ვიცოდეთ დიწილად შიდა აუდიტორიაზეც თამაშობს. მაკრონს სერიოზულად აქვს მორღვეული რეიტინგი. მithumetes ბოლო არჩევნების მერე. ამიტომ ეხლა მაკრონი რა განცხადებებსაც გააკეთებს, პირდაპირ ყველაფერს არ უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში და იმდენად აი იგივე ტრამპი როგორ მოექცა მაკრონს. ზელენსკი რო ჩამოვიდა, ზელენსკის თეთ სახთან უშუალო ტრამპი დახვდა. კი, მანქანიდან რო გამოვიდა ზელენსკი, ტრამპი დახვდა, ანუ პატივცემა დაუფიქსირა. კი. და მაკრონი რო ჩამოვიდა, ვიღაცა თანამშრომელი ქალი დაახვედრეს. ეგ ხო დიპლომატიური უპატივცემლობა, აი პირდაპირ დიპიმის პროტოკოლის დარღვევაა. ანუ მეორე ქვეყნის, შენი მოკავშირე ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა და შენ არ დახვდი. თან სამხედრო მოკავშირე. ან მაგიდასთან, ხო, ან მაგიდასთან რანაირად დასვა. გახსოვს მე G7-ის კონფერენცია რო იყო და რაღაც გვერდზე რო პატარა ბავშვი კუთხეში დასვა. მაგიდასთან ტრამპმა. ანუ მაკრონს თლათ ნუ დაუჯერებთ, იმიტომ რომ რამდენად მაკრონის იმედზე ნუ ვიქნები. წონადი ფიგურაა მაკრონი. მან კიდევ ერთი ის იყო რა, ტრამპის და ზელენსკის საუბრის დროს ჟურნალისტები ხუსვამდნენ კითხვებს და რომ ახსენეს, ანუ მე რო ამბობდა რომ მე ჩემს ვალდებულებას რაღაც ვთვლი ევროპის მიმართ, სამყაროს მიმართ, ამერიკელი ხალხის მიმართ, არ კონკრეტდებოდა და რომ როცა დაკონკრეტება და რო კითხეს აი უკრაინის მიმართ და აი ესე რაღაც თლად ეხა მანდ მინდა რომ ხალხი არ დაიხოცოს და მე პრიბალტიკა რო ახსენეს, პრიბალტიკაზე არც მათ აქვს კარგი სიტუაციაო, ანუ ახსენა და დღეს მოცემულობით პრიბალტიკაში არანაირი კონფლიქტი არ არის და რას ნიშნავს არ აქვს კარგი სიტუაცია პრიბალტიკას. ეხლა თან მithumetes ევროპულ ენერგოსისტემაზე გადაერთნენ რაღაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს რუსეთისგან დამოუკიდებლობისაკენ და აი რატომ არის ამ ბოლო დროს რომ ანუ ზელენსკიც ხშირად ამბობს რომ პრიბალტიკა იქნება შემდეგი მსხვერპლი რუსეთის, ტრამპი ამბობს რომ არ აქვს კარგი სიტუაცია, არა და ამ დროს ერთი ტყვი არ გასრულილა იქით ხო არის არც მობილიზაცია არ ხდება ჯარების არაფერი, მაგრამ რატომღაც თითქმის ყველა პოლიტიკოსი, ასევე ევროპული ლიდერებიც ყოველთვის ამბობენ რომ აი უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ რუსებს, ესენი აუცილებლად პრიბალტიკასაც წაიღებენ. აი რა მარტო იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში შექმნილი რესპუბლიკებია? უყურე, მე არ ამგონია ახლა ახლო მომავალში რუსეთმა ბალტიისპირეთ შეუტიოს, ნუ ეგ ძალიან ალოგიკურია. სულ რო უნდოდეს პუტინს და სულ რო არ მოსწონდეს ბალტიისპირეთი, ხა სადაც უკრაინაში ომობს და აქ უკრაინაზე უპირატესობა ხო რაღაც დრამატულად არ აქვს რუსეთს, ფაქტია, ხო? ნუ ნელ-ნელა მიიწევს წინ. შენ კიდევ ერთი ფრონტის გახსნა ნატოს წევრ ქვეყანასთან, ნუ ეგეთი გიჟი არ არის პუტინი, ხა რაც არ უნდა ისე წარმოვიდგინოთ პუტინი. საკმაოდ გეოპოლიტიკურად რაღაცეებს თulis. მე მგონია რომ უბრალოდ ხდება ევროპის დაშინების მცდელობა უკრაინელების მხრიდან, რომ ცოტა გამოაღვიძონ ეს ევროპელები, ეს მტირალა ხალხი, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს, რომ რაღაც ომის საშიშროება არსებობს, რომ რუსეთი აგრესიულია და შემდეგ. აი მათ შორის ეხა განცხადებები რო კეთება, პოლონეთს რო შეუტევს, ანუ პოლონეთს ჯარი ყავს, კაცო, ანუ შეიძლება რაღაც პოლონეთს ეგრე ადვილი არ არის დადგედა შეუტიო. ხო, არ არის პოლონეთს შეუტიო, ხო, პოლონეთი ერთ-ერთი შედარებით მილიტარიზებული ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში. მithumetes ახლა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გადაიარაღება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და ინტენსიურად.
ამიტომ ეხლა საჰაერო თავდაცვაც არ აქვს. სადაც უკრაინაში ნელ-ნელა მიიწევს წინ იქ 40 მილიონიანი ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ ვინ დაიწყებს ომს სიგიჟეა. ნუ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ხა თუ დაინახა პუტინმა რომ რაღაცა რაღაცა ამის გაკეთება მარტივად შეუძლია, ოღონდ არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი ხა ბალტიისპირეთში რომ ეგრეთ ჩათვალოს პუტინმა რომ მე ხა უპრობლემოდ დავიკავებ ბალტიისპირეთს. მაგ შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება ეგეც სტუნება გაუჩნდეს, მაგრამ ობიექტურად ეგ ძელვადიან პერსპექტივას რო შევხედოთ, რუსეთმა რო ნატოს ეხლა შეუტიოს, ეგ მე მგონი არარეალური სცენარი ჩანს. აი ეს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ან უბრალოდ ტრამპის გუნდის მხრიდან ნარატივი რომ დროთა განმავლობაში ევროპამ უნდა დაიწყოს საკუთარი თავის დაცვა, რომ ჩვენ ზედმეტად მეტს ვიხდით ნატოს ბიუჯეტში და მარტო იმისათვის, რომ ჩვენ თავს კი არ ვიცავთ, ანუ ევროპელებს ვიცავთ და პლუს ჩვენ ვიცავთ და თან ჩვენ ვიხდით ამ დაცვაში. ანუ ეს არის ტრამპის არგუმენტი, რომ მე რაღაცომ ვიხდი. თუ ისედაც მე ვიცავ და ანუ ამ იმათ გადაიხადონ, თუნდაც ნახევარი იმის, ანუ თანაბრად გადავიხადოთ და თანაბრად გადახდის საშუალება ეხა ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვთ. თუ კი იმ ბიუჯეტებს გავვითვალისწინებთ, რა ბიუჯეტებზეც არის საუბარი ევროკავშირში, ნატოში. შესაბამისად, აი ეს ნარატივი, რომ თქვენი თავის შენახვა დაიწყოთ და თქვენ უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყოთ. ანუ რაღაცა დონეზე ნატოს ნატოს წევრი ქვეყნების შემცირებას შეიძლება მოასწავლებდეს. თუ გამორიცხულია, რომ მან რაღაც ესეთი უსარგებლო პატარა ქვეყნები გამოაკლონ. მათ შორის აღმოსავლეთ. ტრამპის დამოკიდებულება ნატოს მიმართ არაერთხელ გაჟღერებულა და ვიცით. ვინაიდან ტრამპი მოქმედებს იზოლაციონისტური ლოგიკით, ანუ მე ყველგან ვერ ვიქნები და ჩემი იმედი ნუ გექნებათ სამყაროს ყველა კონტინენტზე. ტრამპი ცდილობს, რომ ეს პასუხისგებლობის და ამ რესურსების გაფანტვის ეს წერტილები ან შეამციროს, ან გადაფორმატირება მოხდეს ამის. ანუ თავად აიღოს ნატოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოების საკითხი. თვითონ ჩადონ მშპ-ს იქ 5%-ზეა საუბარი, 5% ჩადონ მშპ-ს, ეგ უზარმაზარი თანხაა ესე. კი, ვიღაცა 5% რო ესმის ცოტა გონია, მშპ ბიუჯეტის დაახლოებით 20-25%. რუსეთი ხარჯავს. სოციალურ საკითხებს ფაქტიურად აი ესე წაიღებს დაბლა რა, ანუ აი თვლიდი სხვათა შორის ამ დღეებში, აი გერმანიამ რო დაიწყოს ახლა რო გაზარდოს 5%-მდე საკუთარი თავდაცვა. ბიუჯეტის დაახლოებით 25%-ია. შენ წარმოიდგინე ხა გერმანიაში რომ ბიუჯეტის 25% წავიდეს თავდაცვაში. ამას ყველა გამოკითხვებით მოსახლეობის მხოლოდ 7% უჭერს ხარს. აი ყველა სოციოლოგიური კვლევით 7%. ეგ რას ნიშნავს? ბიუჯეტის 93%-ია წინააღმდეგი. ანუ ყველა 93%-ია. ანუ ჩვენ რო თავიდან აი სტრიმის თავიდან რო ვამბობდით რომ ევროკავშირის მეშვეობით ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აი მარშალის გეგმით რომ სუვერენული ევროპული ქვეყნების თავისუფლების და დამოუკიდებლობის ხარისხი შეამცირა მეთქი იმისთვის რომ მორჩილებაში ყოლოდა ამას მედლის მეორე მხარეც ჰქონდა. მედლის ის მხარე იყო, რომ უსაფრთხოების გარანტიას დიდწილად ამერიკა თავაზობდა. შემთხვევით არ არის გერმანიაში მრავალ ათეულათასიანი ამერიკული კონტინგენტი. ხო ასეა? ანუ გერმანიის უსაფრთხოებას ამერიკული ჯარი იცავს. ეს რის საშუალებას აძლევდა ამერიკა, იმის გერმანიას. იმის საშუალებას, რომ ეს 5% რომელიც საკუთარ თავდაცვაზე უნდა დაეხარჯათ. ეს თანხა მთლიანად წავიდა სოციალურ პაკეტებზე. აი, მთელი ევროპა ხო იმით იყო განთქმული, რომ აი დიდ სუბსიდიებს და სოციალურ დახმარებებს უწევს
საკუთარ მოსახლეობას და არა მარტო საკუთარ მოსახლეობას, ჩასულ ადამიანებსაც ეხმარება, ხო, მიგრანტებს. მთელი ესეთი პროექტები აქვს. და ეს ყველაფერი იმის ხარჯზე იყო, რომ ამერიკის ჯარი იდგა. ანუ ამერიკა იღებდა ამ ყველაფერს საკუთარ თავზე, ოღონდ მორჩილების სანაცვლოდ. ანუ ევროპის მორჩილების სანაცვლოდ, როდესაც ამერიკა აცხადებდა მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზიას. ანუ მაგ ლოგიკაში იყო ეს ყველაფერი. მე ვარ სოფლიო ჰეგემონი. ამერიკა ადგენდა საგარეო პოლიტიკას. ყველაფერს ამერიკა ადგენდა. და ამერიკა. და ანუ ამ შემთხვევაში მე ვარ სოფლიო ჰეგემონი. კი, მე ვარ სოფლიო ჰეგემონი, დამემორჩილე მე, შეამცირე შენი სუვერენიტეტის ხარისხი, სამაგიეროდ მე დაგიცავ და შენ გამოგიჩნდება თავისუფალი თანხები და ეგ თავისუფალი თანხები მოახმარე სოციალურ საკითხებს. აქამდე ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა ამერიკა. ეხლა ვინაიდან იზოლაციონისტი ტრამპი მოვიდა, რომელმაც გამოაცხადა, რომ არ მინდა ეს სოფლიო ჰეგემონობა და სოფლიო პოლიციელობა. საკუთარ თავს თქვენ მიხედეთ, მე არ დავხარჯავ თქვენს უსაფრთხოებაში ასეულობით მილიარდ დოლარს. კი. ანუ ეხა ნუ როგორც ასეთი კითხვები, ისეთი მაინც და მაინც არ არის რაღაც განსაკუთრებული სხვა თემები. ამ თემებია, ანუ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე უფრო შემცირდა ტრამპის მოსვლის შემდეგ თუ შეიძლება ანუ უფრო ისეთი გახდა არაპროგნოზირებადი რომ აქამდე მთელი ექსპერტები მსოფლიოში ამბობდნენ რომ ძალიან მოახლოებულია ეს საფრთხე, იძაბება ანუ დემოკრატების ხელში და ტრამპი რო ცდილობს ეხლა მშვიდობის დამყარებას, ამან შეამცირა ამის ალბათობა თუ პირიქით უფრო აი ესეთი არაპროგნოზირებადი გახადა, რომ არავინ არ იცის რა მოხდება. როგორი რაღაცა იცი? თვითონ ტრამპი არის არაპროგნოზირებადი პერსონაჟი საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე. ანუ აი შეუძლია ხვალ საერთოდ უკრაინა გადააგდოს, ან არ დაეხმაროს. ან პირიქით შეუძლია თუ ჩათვლის საჭიროდ რომ უნდა დაეხმაროს უკრაინა, ესე ბოლომდე დაეხმაროს. ისე რომ აი ჯო ბაიდენის კი არ ეხმარებოდა. ამ თვალსაზრისით ტრამპი და მისი ეს პერსონა არაპროგნოზირებადია, მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ტრამპის ხაზს, აი რა გენერალური ხაზი აქვს არჩეული, რაც ახლა ვილაპარაკეთ, იზოლაციონიზმი, ვაჭრობა, ბიზნესმენის მიდგომა, აი მაგის წიგში მაგას უწერია, რომ აი ეგეთი ისიც არსებობს, აი მახსოვს, რომ აი მაგის წარმოდგენაზე ამახვილებს ყურადღება, რომ ბიზნესისთვის დაპირისპირება არის ყოველთვის ცუდი. ამიტომ ჯობია ყოველთვის მოელაპარაკო. ანუ ის თulis რომ ბიზნესზე ცუდად მოქმედებს ნებისმიერი დაპირისპირება. ნუ რაც ლოგიკურია. ამიტომ make deal სულ მაგას იმეორებს. აი მოდი შევთანხმდეთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეგ არის ბიზნესმენი ტიპი, ბიზნესმენის მიდგომა აქვს. ეგ ნაკლებად არის გეოპოლიტიკოსი. ამიტომ ამ თვალსაზრისით მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ამცირებს. იმიტომ რომ ის შეეცდება რომ აი შევიდეს ურთიერთობებში ჩინეთთანაც და რუსეთთანაც. ანუ ისეთი რაღაცა დილ, ისეთი შეთანხმება დაუდოს, რითაც იმათაც დააკავოს ის რაღაც თანაცხოვრება. ოღონდ ამ შემთხვევაში ცხადია უკრაინა დაიჩაგრება. ანუ ვიღაცის ხარჯზეა ეგ დილ, ისე კი არ არის რომ ყველა კმაყოფილი დარჩება, ვიღაცა დაიჩაგრება. ამ შემთხვევაში დაჩაგრავენ უკრაინას. და ასევე ევროპას დაიჩაგრება იდეაში, ანუ ყველაზე ნუ ევროპას საერთოდ ევროპას მე მგონი ევროპას უპირებენ მოწველას. კი, მაყურებელი გვეკითხება, რომ რამდენად შესაძლებელია, რომ ევროპამ შეცვალოს დამოკიდებულება ჩინეთისადმი, რომ ამერიკას დამოკიდებულება დააბალანსოს. ანუ მიდგომები ჩინეთთან ისე შეცვალოს, რომ ამერიკას ცოტა მოუწიოს მეტად კეთილი იყოს ევროპის მიმართ. ანუ თავიდან რამდენად შესაძლებელია, ხო, რომ ევროპამ შეცვალოს თავისი მიდგომები ჩინეთის მიმართ, ანუ ეხლა ხო არ უშვებენ ბაზარზე მარტივად ჩინურ მანქანებს საკუთარი ის დასაცავად და ანუ ჩინეთის ეს ეკონომიკური ექსპანზია გაამარტივონ ევროკავშირის ბაზარზე.
იმისათვის რომ ეკონომიკურად კიდევ სხვა ადგილი ნახონ, საიდანაც მათ შეიძლება შემოსავალი კონდეთ, რომ ამერიკას დამოკიდებულება დააბალანსოს. უყურე, თავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთის დღეს ვინ არის? ამერიკის ევროკავშირი. მერი არის ევროკავშირია. ხო, ჯერ ევროკავშირი და მე ამერიკის შეერთებული. ხო, ევროკავშირისთვისაც მთავარი სავაჭრო პარტნიორი დღეს არის ჩინეთი. 2000 წლამდე იყო შეერთებული შტატები. კი. და მე ჩინეთმა წაართვა მთლიანად, ეხლა ჩინეთი დომინირებს. ანუ იმდენად გადაჯაჭვულია ეს სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, იმდენად დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ჩინური ალტერნატივის მოძებნა მე მგონი გაუჭირდება. აი, ვინ უნდა ჩაანაცვლოს? გრძელვადიან პერსპექტივაში ტრამპი აპირებს მაგის გაკეთებას. აი, ტრამპის იზოლაციონიზმი რაში გამოიხატება, რომ დაბრუნდით ამერიკაში. დააბრუნეთ კომპანიები ამერიკაში, მე თქვენ ყველანაირ პირობებს შეგიქმნით. აი, უპრეცედენტო რაღაც გადაწყვეტილება მიიღო ეხლა ტრამპმა $5 მილიონ ყიდის ამერიკის მოქალაქეობას. კი. აი, გაიგე თუ არა ეგ ინფორმაცია. კი, ნუ ჯერ არის თანხა არ ვიცოდი, მაგრამ $5 მილიონი იქნება ამერიკის მოქალაქეობა. შენ წარმოიდგინე ხა რამდენი ბიზნესმენია, აქ რამდენი იქნება საქართველოში, ვისაც მოუნდება ამერიკის მოქალაქეობის მიღება. $5 მილიონი რა არის ხა მსხვილი ბიზნესმენისთვის? ანუ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი აი მხოლოდ მაგაზე ზრუნავს. აი ეგ მართლა მაგ ლოგიკით ხელმძღვანელობს. აი მაგის ლოზუნგი ხო არის Make America Great Again. დაუბრუნოთ ამერიკას სიდიად. რის ხარჯზე აპირებს, რომ კვლავ ფინანსური ცენტრი გახდეს ამერიკა, კვლავ ყველამ ისურვოს ამერიკაში ფულის ჩადება. კი. აღონ ევროკავშირში ნახე როგორ არის ახლა მაგალითად ჩინეთთან კი აქვს ნუ უაღრესად დიდი სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ აი კონკურენტული ისეთი კომპანიები, ისეთი პროდუქტი კონკურენტული ჩინური ევროკავშირის ბაზარზე მარტივად ვერ შედის. აი მათ შორის ელექტრომანქანები, რაღაცა დანადგარები, რომ გერმანულ დანადგარებს, გერმანულ მანქანებს არ გაუწიოს კონკურენცია ევროპის ბაზარზე, ან თუნდაც ჩეხურ მანქანებს არ გაუწიოს კონკურენცია ან ავსტრიულს ან ფრანგულს და ამაზე არის ევროკავშირში ძალიან დიდი შფოთვა და არ უშვებენ ჩინურს რა და შემოშვების შემთხვევაში რა ხდება მე თვითონაც აი რაღაცა გაჩინურებულობა მოუწევთ თავისი ეკონომიკის მეტად უფრო დამსგავსება ჩინურ ეკონომიკაზე მოუწევთ ისედაც აქვს საწყისები სოციალური საწყისები ევროკავშირს და მაგ შემთხვევაში ჩინეთზე დამოკიდებულები გახდებიან უკვე მეტად პოლიტიკურადაც მათ შორის რაღაცა საკითხებში გეოპოლიტიკურ საკითხებში ანუ ამის გაკეთება თუ უღირსო ევროკავშირს ანუ რომ ამერიკაზე აღარ იყვნენ დამოკიდებულები საფრთხე რომ ამერიკა მაგალითად მათ ესეთ სიტუაციაში ჩააგდეს როგორც ახლა მოხდა მაგის ელიმინაცია რომ მოხდეს ჩინელების ჩანაცვლებით ხო, ნუ იდეაში თავისი ავტონომიური წარმოება უნდა კონდეს ყველაფრის ევროკავშირში. ხო. როგორც აქამდე პრინციპში იყო. აი სხვათა შორის წინა გადაცემაში არ ვსაუბრობდით, აი 20 წლის განმავლობაში რამდენად მოკვდა ევროპული წარმოება. ხო. ევროპული წარმოება. ხო, აი რაღაც მაგალითები მოვიყვანეთ, რომ 20 წლის წინ 2005 წელს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტელეფონი, ყველაზე გაყიდვადი ტელეფონი იყო ფინური Nokia. ხო, ყველაზე მეტი ტელეფონი დედამიწის ზურგზე, ყველაზე მოთხოვნადი იყო, ხო, მოთხოვნადი და ყველაზე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი ტელეფონი იყო Nokia. ხო, Skype-ის მაგალითიც მოვიყვანეთ, ხო, აი სოციალური ქსელები მაშინ, აი ეს ციფრული გარკვეული კომპანიები ევროპული ძალიან ბევრი იყო. Skype-ი, სხვათა შორის გუშინ წინ Skype-მა შეწყვიტა ოფიციალურად საკუთარი არსებობა. ხო და დღეს იმდენად ევროპა ჩამორჩება, წარმოიდგინე გერმანიის მაგალითი ავიღოთ. გერმანია რით იყო
ყოველთვის განთქმული საკუთარი ავტოწარმოებით. რა დღეშია გერმანული ავტოწარმოება? ხო იცი? ხარისხის დაქვეითება უწევთ ფასის სერიოზულ კრიზისს განიცდის, ხო? იმდენად კრიზისშია, რომ უკვე ჩინელები ამზადებენ Mercedes-ის ძრავებს. კი. წარმოიდგინე ხა. არა მარტო წლის წინ ვინმე წარმოიდგინდა ამას? გერმანიაში აღმზადდება. ფაქტიურად მარტო სბორკა ხდება, ანუ აწყობა ხდება გერმანიაში უკვე. ანუ იმ დონეზე გაჭირდა გერმანიაში წარმოება, რომ ეხლა ადრე როგორ იყო თითოეული ნაწილი მზადდებოდა გერმანიაში. ეხლა მარტო პროექტი მზადდება გერმანიაში და მერე ეწყობა. ანუ ეგ არის ეს ძირითადად ჩვენი მომხმარებლის კითხვაზე ეგ არის პასუხი, რომ რაც დარჩა ევროპას, რისი წარმოება შეუძლია, რაშიც ჯერ ისევ მეტნაკლებად კარგია. ანუ ეგაც განადგურდება იმ შემთხვევაში, თუ ფაქტიურად მოუშვებენ მეებს, რა ქვია, ჯებირებს და შემოუშვებენ ჩინურ ექსპანსიას ეკონომიკურს, მათ შორის მანქანებს. შენ წარმოიდგინე ჩინურ საავტომობილო ექსპანსიას. კი. იაპონიაც კი უკვე ვერ უწევს კონკურენციას. სადაც შევიდა დომინანტი გახდა. სადაც შევიდა მაგალითად დომინანტი. ელექტრომობილების 60%-ს ჩინეთი აწარმოებს უკვე. ელექტრომობილებისთვის აკუმულატორებს იმ გარკვეულ აუცილებელ კომპონენტებს ჩინეთი აწარმოებს უკვე. კი. წარმოიდგინე ხო 20 წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა რომ ჩინეთი გახდებოდა ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბიზნესში. არა, წარმოიდგენდა. 20 წლის წინ საერთოდ ჩინეთს სერიოზულად ვერ აიქონოთ. დღესაც რო შევხვდეთ იმ დროინდელ ადამიანს, აი ძირითადი ახალგაზრდობა რო განვლო იმ პერიოდში, რომ ევროპა და ამერიკა ჰეგემონობდა და რაღაც ყველაფერი იქ იქმნებოდა, იმ ადამიანისთვის, ანუ ჩინეთზე რო ეტყვი რა ფაქტორია ჩინეთი, იმას წარმოიაჩნია ფაქტორად, ძალიან ბევრი კომენტარებს ეხა წერდნენ, მაგრამ რომ წავიკითხე რომ ჩინელებმა თუ არ დააკოპირეს ისე არაფერი არ შეუძლიათ, ანუ თავის მაგას რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, აკოპირებს თუ ეხლა აღარ აკოპირებს არა და აკოპირებდა კი? არა, მაგას რა მნიშვნელობა ფაქტი ხო არის რომ აკეთებს. კი, და კარგად მაგას აკოპირებს თუ თვითონ ქნის, ეხლა ჩვენ რა იმით სარგებლობთ სოციალური ეს განათებას, რასაც ეხლა ვიყენებ, ანუ რაზეც ტელეფონი მიდგას, აი ეს განათება, რასაც ესაც ჩინეთიდან მოქვს გამოწერილი. რა გვინდა კაცო განათება, საძივართ ეხლა ჩვენ რა ციფრულ აპლიკაციებს სოციალური ქსელი რა სოციალური ქსელი TikTok-ია, ხო? ხო. ტელეფონის ჩინური. ჩემი ტელეფონის ჩინურია. ეხლა მე შენ დამისახელე წამყვანი ევროპული ერთი მაინც სოციალური ქსელი, ერთი მაინც ამლად. აი როგორც 20 წლის წინ Skype იყო. 20 წლის წინ Skype იყო, ანუ Skype-ის გარდა პრაქტიკულად არ არსებობდა, ხო? ეხლა მე შენ დამისახელი ერთი მაინც ეგეთი პროექტი სტარტაპის დონეზე თუნდაც აი ეხლა რო გამოჩნდა და ევროპული წარმომავლობის. აზრით არის ეგეთი, ანუ მართლა ძალიან მაგარი ტელეგრამი, იმიტომ რომ რუსეთიც ხო ევროპაა ბოლოს და ბოლოს. დურავი რა დუბაიშია. ანუ გაიქცა ეგაც ევროპიდან, მაგრამ ნუ აქ შექმნილი ტელეგრამი საკმაოდ ძლიერი, მაგრამ ისე როგორც ასეთი სოციქსელები ერთი Skype იყო, წეგან ვახსენეთ, რომელიც გარდაიცვალა და ნუ ფაქტიურად ეხლა Facebook-ი და Twitter-ი ამერიკულია და TikTok-ი ჩინური. ანუ რაც გვახსოვს MySpace-ი და ასეთი რაღაცები, ესენი უკვე სამწუხაროდ წარსულში. დღეს არის ორი წამყვანი სახელმწიფო. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჰაი-ტექის თვალსაზრისით და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის ჩინეთი და ამერიკა. ამ ორ ქვეყანას შორის ეხლა მიმდინარეობს დაპირისპირება და ტრამპი მათ შორის, როდესაც იზოლაციონიზმს აკეთებს და რუსეთის თავისკენ გადმოქაჩვას ცდილობს, ამას აკეთებს ჩინეთის წინააღმდეგ. კი. მაგ ლოგიკით ხელმძღვანელობს, რომ მას არ უნდა რომ რუსეთის და ჩინეთის ალიანსს დაუპირისპირდეს. პლუს კიდევ გაფანტოს ეს თავისი რესურსები და თავისი ეს ფული თელ დედამიწაზე არ ყოფნის ზალა ობიექტურად. და მაგიტომ ანუ საკუთარი შესაძლებლობების გადაფორმატირება მოახდინა.
ანუ საიდანაც მოდის რეალური საფრთხე, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, იმაზე ახდენს კონცენტრაციას. და მაგიტომ არის პუტინზე ის არა მარტო იმიტომ ლაპარაკობს ეგრე დადებითად და პოზიტიურად, რომ გულზე ეხატება, უნდა რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ჩაშალოს. როგორც თავის დროზე 70-იან წლებში ამერიკელებმა ჩაშალეს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის ალიანსი. მაშინ ტაივანი გაიწირა, ტაივანში გაცვალეს. ოღონდ რა თვალსაზრისით, მანამდე ჩინეთს, აი როგორც აი ერთიან ჩინეთად ტაივანს აღიარებდა. აი ჩინეთის გამომხატველად ჩინეთი იყო ტაივანი, ხო? მატერიკულ ჩინეთს არ აღიარებდა დიპლომატიურ დონეზე ამერიკა და 70-იან წლებში იმისთვის რომ ჩამოეშორებინათ საბჭოთა კავშირს ტაივანი უარყვეს და ოფიციალურად პეკინი აღიარეს, მათ შორის გაეროს დონეზე. ხო და დაახლოებით იგივეს ხედავთ ახლა ჩვენ უკრაინის შემთხვევაში, უბრალოდ მაშინ ტაივანში გაიცვალა, ახლა უკრაინაში გაიცვლება. სანამ დავასრულებთ 2 წუთი კიდე გვაქვს, 2 კითხვა იყო. ერთი, რადგან ბევრი ხალხია და წინა სტრიმზე არ იყვნენ ბევრი მათგანი, როგორც მივხვდი, პარტიის რეგისტრაციაზე რა ხდებაო, მოკლედ რომ გითხრათო, ეგაც რომ აუხსნათ ხალხს, რა ფაზაში ვართ ახლა და მეორე კითხვას მე წავიკითხავ მაგის შემდეგ. ნუ ჩვეულებრივად მიიღო წარმოებაში რეესტრმა, ეხლა ერთი თვის განმავლობაში მოხდება ყველა ძირითადი იურიდიული დოკუმენტის გადამოწმება და ნუ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დადებითად დაადასტურებს და გააფორმებს საჯარო რეესტრი. ნუ ჩვენ ყველანი ხვდებით, რომ საჯარო რეესტრის დონეზე არ წყდება, ეგ ხდება ხელისუფლების დონეზე. თუმცა იურიდიული თვალსაზრისით ჩვენი პარტიის დახარვეზების არ დარეგისტრირების არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ავდექით და ქართული ოცნების წესდება გადავწერეთ ერთ-ერთში, copy-paste-ის დონეზე. ამიტომ თუ რაღაც ხარვეს რაღაც არარსებულ ხარვეს იპოვიან ჩვენს პარტიაში, ესე იგი გამოდის, რომ მათი პარტიაც დახარვეზებული ფორმით არსებობს. და მეორე კითხვა აქ იყო, მაგრამ გამომეპარა. ნუ იდეაში უკვე 11-ია. თუ გაიმეორებ, წავიკითხავ თუ არა და ვასრულებთ, იმიტომ რომ უკვე ჩვენი ეს რეგლამენტი რო არ დავარღვიოთ, რაც უფრო მეტად სისტემურობას შევინარჩუნებთ, რაც ქართულებს არ ახასიათებთ, მე მგონი მით უფრო უკეთესი იქნება. მე მინდა უბრალოდ ერთი რამე აღვნიშნო, მეგობრებო, 160 კაცი გვიყურებს, ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, 180-ს ვიყავით ასული ლაივის მიმდინარეობის დროს. ყველამ გამოიწერეთ გიორგი ქარდავას პროფილი, ასევე ჩემი პროფილი გამოიწერეთ, ვისაც არ ყავდით გამოწერილი, გარედან ვინც გვიყურებთ, რა ვიცი, 3000 კაცი გვიყურებთ და მთელი ლაივის განმავლობაში გარედან და მე მგონი ხა შემდეგში გისურვებთ შემოხვიდეთ და კითხვები დასვათ. თუ არავის აღარ, ხო, აი ზურასთან გადავიდნენ, იმიტომ მოგვაყოდა ზურას აქვს ახლა გადაცემა და ასევე სიდოს ყავს მამა დავითი, შეგიძლიათ აქედან იქითაც და იქითაც გადახვიდეთ, მოგეხსენებათ ინციდენტი მოხდება თურქი გოგო ეკლესიას დასცინოდა და ამაზე რეაგირება მოახდინა სიდონიამ და იმაზე იქნება ლაივი მამაო დავითთან. სულ ეს არის მერის თქმაც მინდო და შენს თუ რამის თქმა გინდა გიორგი შეგიძლია დაამატო და დავასრულოთ ლაივი. აფერი, კარგი ეთერი იყო და ჩემი აზრით როგორც სისტემატიურად ვაკეთებდით, უნდა გავაგრძელოთ. კი და შედეგი სუსულებ ჩვენს მაყურებელს. კი. აუ არაბებზე ბოდიში აღარ გვაქვს მაგრამ რომ არაბებზე შემდეგ ლაივზე დეტალურად კიდევ ერთხელ გიპასუხებთ. ანუ ეგ სანამ რა ვიცი მართლა თუ მოხდება ეგ პროექტი, მაგაზე გაირკვევა ალბათ რამე. მაგაზე იყო კითხვა, ახლა გამახსენდა გაიმეორა იმ ბიჭმა, რომ არაბულ პროექტზე, ანუ ჩინელებზე რო ვისაუბრეთ, არაბებზეც საინტერესებდათ და მაგაზე ცოტა ეგ ფართო თემაა. თან უკვე ვისაუბრეთ თითქმის ყველა სტრიმზე ვახსენეთ ეგ და ამიტომ არ ვართ არანაირად მომხრეები, იმიტომ რომ არ ვიცით რაზეა საერთოდ საუბარი, მან არაფერი არ გასაჯაროებული. მადლობა ყველას. მადლობა, შეხვედრამდე, კარგად. მომავალ შეხვედრამდე.